მშვიდობისა პანორამა თბილისის მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა. 21 წლის დათო ფორჩხიძე მძიმე მდგომარეობით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მრავლობითი ტრავმებით, თავის ტვინის ტრავმა, სახისძულების მოტეხილობა. გიორგი ლიპარტელიანი 21 წლის, ასევე მრავლობითი ტრავმებით ამტელის ჰოსპიტალში იმყოფება. 20 წლის ნოდარ ჩახალიანიც იმავე კლინიკაშია. კიდევ ერთი გადმოვარდნილი მუშა. როგორც გითხარით, 2 ამტელის ჰოსპიტალში, 1 კი ინგოროყვას კლინიკაში. ვიდეო კადრებში, რომელიც Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, ჩანს, რომ მუშებს არ აქვს სპეციალური აღჭურვილობა, თავზე არ ჩაფხუტები ახურავთ. შემთხვევაზე გამოძიება 240 მუხლით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პანორამა თბილისის მშენებლობის ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ. მშენებლობის ტერიტორიაზე შრომის ინსპექციის თანამშრომლებს არ უშვებდნენ, რის გამოც შეკრებილ მოქალაქეებსა და მშენებლობის დაცვის წევრებს შორის სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. მათ შორის იყვნენ ლევან ხაბეიშვილი, გრიგოლ გეგელია და ასევე აუდიტორია 115-ის წევრები. შრომის ინსპექტორები ამჟამად ტერიტორიაზე იმყოფებიან და ამოწმებენ ობიექტზე არსებულ პირობებს. Bitte, წყალი დაი. პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი თანაინვესტირების ფონდის პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი, ერეკლე მეორეს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ პანორამა თბილისის პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში პანორამას წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია იმართა. თავისუფლების მოედანზე სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შეფს ენერჯი პლუსი აწარმოებდა. ამის შესახებ აცხადებს თანაინვესტირების ფონდი. მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა გათვალისწინებული იყო, თუმცა რამდენად სრულად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, უშუალოდ შემთხვევის დროს ამას გამოძიება დაადგენს. თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამაზე გამომძიებლები მუშაობენ და როგორც კი გვეცოდინება დეტალური ინფორმაცია მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვაცნობებთ საზოგადოებას. ხელშეკრულებაში გაწერილი იყო უსაფრთხოების ნორმები. დეტალებს უკვე გამოძიება დაადგენს, აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში. სეცილი ბოკერია შემთხვევის ადგილიდან და ანა ახალაია კლინიკიდან ჩაგვერთვებიან. ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვებიან უფრო მეტ დეტალს. პირველ რიგში სესილის ვთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება. სესილი, გისმენთ, რა შეგიძლია მოუთხრო მაყურებელს? ინგა, ამ წუთებში პანორამა თბილისის შენობის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან შრომით ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც ათვალიერებენ შიდა ტერიტორიას, თუ რამდენად იყო უსაფრთხოების ზომები დაცული შემთხვევის დროს. გეტყვით, რომ შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა ადგილზე, მაშინ, როდესაც პანორამა თბილისში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მეოთხე სართულიდან 3 მუშა გადმოვარდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა გადმოვარდნის მიზეზი, როგორც გითხარით, სწორედ ამ წუთებში იმყოფებიან შიდა ტერიტორიაზე შრომით ინსპექციის წარმომადგენლები და ათვალიერებენ უშუალოდ შემთხვევის ადგილს. იქამდე სანამ შენობის შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ უშუალოდ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, აქ მოსულები იყვნენ აუდიტორია 115-ის და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე შიდა ტერიტორიაზე, ანუ შემთხვევის ადგილზე ითხოვდნენ შეშვებას, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს და სწორედ ამის შემდგომ დაიწყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება დაცვის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს შორის. I'm
შემოვიდეს შრომის ინსპექცია შემოვიდეს ინსპექცია შემოვიდეს ინსპექცია ასუხი გამიცი და გავდივარ რატომ ასუხი მითხარი ეს ხალხი კარგად არის როგორც გითხარით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უშუალოდ ლევან ხარბეიშვილი და ირაკლი აბესაძე, რომლებიც ასევე შენობის შიდა ტერიტორიაზე ითხოვდნენ შესვლას და იმ ვითარების გაცნობას თუ რა ხდებოდა იმ წუთებში შემთხვევის ადგილზე, რამდენად იყო უსაფრთხოების ზომები შემთხვევის დროს დაცული, თუმცა დაცვის თანამშრომლობა არც მათ მისცეს იქ შესვლის უფლება, რის შემდგომაც ასევე მოყვა ამ არ შეშვებას კამათი და ურთიერთდაპირისპირება. ეთმოქოვის პროცედურები, როგორც მოგეხსენებათ, ამ წუთში ვახდენთ რეაგირება, შესაბამისად ყველა დამატებით კომენტარი იქნება გაკეთებული მას შემდგომ, როდესაც ამ ინფორმაციას მივიღებთ. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ესე იგი შრომის უსაფრთხოების კანონი განსაზღვრავს ვალდებულებებს, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებლის მიმართულებით, ასევე არსებობს ტექნიკური რეგლამენტები. შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება რეაგირება ჩვენი მხრიდან გატარებული. ჩაფხუტი შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. სისტემა უნდა გამოვიკვლიოთ, რამდენად ფუნქციონირებდა გამართულად. შესაბამისად, გამოკვეთილი დარღვევების, ასე იგი, შესაბამისად, რაც გამოიკვეთება, იქნება ჩვენ მხრიდან რეაგირება გატარებული. სამწუხაროდ ამ დრომდე არ ვიცით, ხო, რამდენი ადამიანია, დაზუსტებით 1-ია, 2-ია თუ 3-ია არ ვიცით. მე ამ ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხე ემუქრება თუ არ ემუქრება არ ვიცით, ასე რომ მე როგორც საკრებულოს დეპუტატი მოვედი ობიექტზე, რომ ვნახო რა მდგომარეობაა, არ კიდევ იმ საფრთხე ხო არ ემუქრება და გაგვაცნო ჩაგვაკანო საქმის კურსში. სანამ მათ შორის ზედამხედველობის საკალათო სამსახურის ხელმძღვანელი მოვა, იმიტომ რომ პირადად ველაპარაკე და მითხრეს რომ მოვლენ, თუმცა ხედავთ რომ რა ვიცი, აქ რაც შევძელი დავინახე. მნიშვნელოვანია მათ შორის არ დაგვემალო, რატო გარბიან, ხო? ხო შეიძლება რომ გამოვიდნენ და გაგვცენ პასუხი. ერთია თქვენ რა გითხრეს, მეორეა მე როგორც საკრებულოს დეპუტატს. ხო, კი ბატონო, მეც ადგილზე მოვედი და ხო არ შევჭა, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ. ჟურნალისტებიც აქ ხართ, გამოვიდეს პასუხისმგებელი პირი. კი არ დაიმალოს ახლა აქ რა ვიცი, მგონი გადაიღეთ, ხო? ოპერატორებმა იდგნენ რამდენიმე ადამიანი, საუბრობდნენ, დაუძახეთ და გაიხსნა და დაიმალნენ და ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე არის სიმშვიდე, მიმდებარე ტერიტორიაზე ველოდებით ჟურნალისტები უშუალოდ შრომით ინსპექციის წარმომადგენლის გამოსვლას შიდა ტერიტორიიდან, რის შემდგომაც უფრო მეტი დეტალი გახდება ჩვენთვის ცნობილი, თუ რამ გამოიწვია შემთხვევა და თუ იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები უშუალოდ სამუშაოების დროს დაცული, როგორც გითხარით, სწორედ ამ წუთებში იმყოფება შემთხვევის ადგილზე შრომით ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც ათვალიერებენ მიმდებარე ტერიტორიას, ასევე შიგნით იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტებიც, რომლებიც ასევე მუშაობენ ამ თემაზე. მადლობა სესილი, თუ გადაცემის მსვლელობისას გამოვლენ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები, იმედია მიაწვდით ჩვენს მაყურებელს პირდაპირ ეთერში პირველ განცხადებებს და პირველ ინფორმაციას, რას იტყვიან ისინი დროებით დაგემშვიდობები და ახლა კი გადავდივარ ანა ახალაიასთან, შეგახსენებთ ის იმყოფება იმ კლინიკაში, ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში, უფრო მძიმე დაზიანებები, რომელმა მუშამაც მიიღო ის ადამიანი. ანა, გისმენთ საღაო მშვიდობისა, თუ არ ვწდები დათო ფორჩხიძე 21 წლის არის სწორედ ის მუშა, რომელიც გადმოვარდა დღეს იმ სამ შორის და ერთ-ერთი არის სწორედ ის, ვინც მიიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. რას ამბობენ ექიმები?
პანორამა თბილისის მშენებლობიდან დაშავებული შავი მუშიდან ერთ-ერთი დავით ოჩხიკიძე ამ წუთებში იმყოფება ინგოროყვას სამედიცინო კლინიკაში. სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ექიმმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება, როგორც მისგან შევიტყვეთ, აღნიშნული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. უფრო კონკრეტულად მას აქვს დაზიანებული და მიღებული აქვს ქალატვინის ტრამვა, ასევე ნეკნები აქვს მოტეხილი, იდაყვის მოტეხილობაც აღენიშნება, როგორც ექიმმა გვითხრა, რამდენიმე საათში მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდება სამედიცინო დათვალიერება და სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ ახალგაზრდას მოუწევს, რომ სამედიცინო კლინიკაში გაიაროს მკურნალობა. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, გიორგი ლიპარტელიანსა და ნოდარ ჩახალიანს, ისინი ამტელის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. მათი ექიმის ინფორმაციით, მათი დაზიანებები არის შედარებით მსუბუქი და ზედაპირული. ახალგაზრდებს აქვთ ტვინის შერყევა მიღებული, თუმცა ექიმი განმარტავს აქვე, რომ ისინი არიან კონტაქტურები და ადეკვატურები. მოტეხილობები ამ ახალგაზრდებს არ აღენიშნება, თუმცა აქვთ ზედაპირული დაჟეჟილობები და ისინიც რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან სამედიცინო კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. ადგილზე კლინიკაში იყვნენ მოსული დაშავებულების ოჯახის წევრები, რომლებიც ბუნებრივია, როგორც ჩვენ ისევე მათ ექიმისგან მიიღეს მათი ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, როდესაც ჩვენ ჟურნალისტები ვესაუბრებოდით ოჯახის წევრებს თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ, რამდენად დაცული იყო და უსაფრთხო იყო ის ობიექტები, სადაც მუშაობდნენ მათი ახლობლები, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ კონკრეტულად ამ ობიექტებზე არსებული სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, თუმცა გვეუბნებოდნენ იმას, რომ ის ახალგაზრდები, რომელთა ასაკით არის 20-22 წელი, უკვე წლებია, რაც სწორედ ამ სამშენებლო სამუშაოებზე არიან დასაქმებულები. მადლობა ანუნა, ანა ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით, რა წამშიც გამოვლენ შრომის ინსპექტორები შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჩვენ მაყურებელს პირდაპირ ეთერში შევთავაზებთ სულ ბოლო ინფორმაციას და მათ განცხადებებს, მათ შეფასებას. ადგილზე რჩება სესილი ბოკერიაც, ადგილზე რჩება ანა ახალაიაც და თემა, რომელზეც დღეს გადაცემის მეორე ნაწილში დებატი გვექნება, პირდაპირ არის დაკავშირებული იმ შემთხვევებთან, რომლის მომსწრეებიც არაერთხელ გამხდარვართ ბოლო პერიოდში. გაჭირვებული ადამიანები, როგორ მიდიან სამუშაოზე, სადაც მათი უსაფრთხოების ნორმები ხშირად არაა დაცული და 361 ლარი და 20 თეთრი 5 სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 4 სულიანი ოჯახისთვის 321 ლარი, 3 სულიანის 288 ლარი, 2 ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი თვეში 256 ლარს შეადგენს, რაც მთავარია ამ დაანგარიშებულ საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი. ეს საქართველოა და გვიყურებს TV პირველის მაყურებელი, გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი FM-ზე 94.7 დღეს რეაქციაში წარმოგიდგენთ. ათონელის 6 ნომერი პოლიტიკურად ისევ აქტიურდება. ზუსტად იქ, საიდანაც 2007 წლის 27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში აიყვანეს. სულ მალე გაკეთდება განცხადება ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების წინააღმდეგ. ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ყველა უბედურების სათავე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, არის ერთი პიროვნება. ბიძინა ივანიშვილი. ძალაერთობაშია დევიზით, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს პიროვნება და მთლიანად ხელისუფლება. პოლიტიკური პროცესები არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო დუღდება. როდის და ვისთან ერთად გააკეთებს ახალ პოლიტიკურ განაცხადს თავდაცვის ყოფილი მინისტრი რეაქციაში ირაკლი ოქრუაშვილი. პრეტენდენტი ბევრია, ვინ მოერევა ამ ბევრიდან ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნებით წამსვლელი არ არის. აი ეს არის ჩემი დასკვნა და ძალიან ბევრი ადამიანის დასკვნა. კარტოფილის ფორმულა დაიხვეწება და უფრო უკეთესად იმუშავებს 2020-ში, 2024-ში და იმის მერეც. და მაია ფანჯიკიძე, გუშინცის საღამოთი მძიელობის
საჭიროებულად თუ სხვა საკითხზე და უეცრად მაია მითხრა ეხლა გავიგებოთ თქვენთან მისაგებში რომ ირაკლი ოქრაშვილი დაბრუნებულა. არავის არ იქნება, არავის არის გარანტია, ყველამ უნდა კანონის წინაშე აგოს პასუხი და ესე იქნება ირაკლი ოქრაშვილი თუ დამნაშავეა პასუხისაგებს, თუ არ აქვს დანაშაული კანონის წინაშე, რა თქმა უნდა გათავისუფლდება და არავის არ დოლარი. თვეში 361 ლარი და 20 თეთრი. ზუსტად ამდენი დაუანგარიშეს ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმად 5 სულიან ოჯახებს. თვიდან თვემდე საარსებოდ არ დაგავიწყდეთ ამ 361 ლარსა და 20 თეთრში, რომელიც ოჯახის 5 წევრმა უნდა გადაინაწილოს, არ შედის კომუნალური გადასახადები. დღეს განისაზღვრებს საარსებო მინიმუმი 5 ადამიანზე 360 ლარით. შეუძლებელია. კარტოფილი როცა ლარი და 50 ლარი და 70 იღებს. ორი ზეთი შანსი არ აქვს. ძალიან გვიჭირს ჩვენ. აი ძალიან. პენსია ჩვენ არ ყოფნის. 5 სული იგება, 3 ოჯახია, 3 სულიანს არ ყოფნის შულო. 5 ადამიანზე ნამდვილად ძალიან ცოტაა და ნამდვილად ვერ ეყოფა, იმიტომ რომ საშინელი ფასებია, კატასტროფული. პური თვეში 7 კილო ნახევარი, ბრინჯი თვეში 300 გრამი, მაკარონი თვეში 450 გრამი, ქათმის ხორცი თვეში 600 გრამი, ღორის ხორცი თვეში 300 გრამი, კარტოფილი თვეში 4 კილო ნახევარი, კომბოსტო კილო და 200 გრამი, მაწონი თვეში 750 გრამი. აი ესაა საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომის უნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშეს. 5 სულიანი ოჯახი ყველაზე ცოტა დღეში უნდა დახარჯოს 30 ლარი მაინც. ახლა პურზე და წყალზე თუ იქნება, შეიძლება იყოს, მაგრამ მაგის გარდა ხო კიდე გადასახადები. ასწებული ივანიშვილიდან პარლამენტის წევრები დანარჩენები რა. აი ეს ფული უნდა მივიცეს. ერთისთვის მე უნდა ვკითხოთ ესე იგი რა. როგორ ხელგამართულებულიან აზარში და როგორ ლაღათი ცხოვრებენ. შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ ზოგ ზგონიერი შეიძლება უარესად ცხოვროს, მაგრამ როგორ ახოთ ფაქტები, ესე არ არის. დღეს რეაქციაში ვხსნი დებატებს თემაზე საქსტატის ციფრების მიღმა არსებული რეალობა და ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც ოჯახებს ვეღარ ყვებავს და ყოველდღიურად საარსებო ლუკმაპურისთვის იბრძვის. პოლიტიკაში ბრძოლა წონიანი სკამებისთვის და ამ ბრძოლაში ჩაკარგული ხალხის რეალური პრობლემები. ადამიანს ძალიან უჭირთ და მათ უჭირთ ისევე როგორც უჭირდათ გუშინ და გუშინწინ. აი მაგას გულისხმობ მე. მაგრამ იმის თქმა რომ ხალხს უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი. თემაზე იმის თქმა რომ ხალხს უფრო უჭირს, როგორც ბატონმა ქობულიამ ბრძანა, ჩვენ არ არის მართალიო, ჩვენ ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. მანამდე კი დავიწყოთ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ვისთან ერთად და რა შანსები აქვს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჯერ დაიჭირა, შემდეგ ქვეყნიდან გააძევა და საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა. რატომ დაუპირისპირდა ოქრუაშვილი ქართულ ოცნებას და მის ლიდერს, რომელმაც მას ქვეყანაში დაბრუნების შანსი მისცა და რატომ ალაპარაკდა ის ფორმულაზე ყველა ერთის წინააღმდეგ. მზად არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავ სააკაშვილის გვერდით დადგეს. რას ფიქრობს ხელისუფლებაზე, ყოფილ თანაგუნდელებზე და პოტენციურ პარტნიორებზე. თავის დროზე ის სააკაშვილს უმძიმეს ბრალდებებს უყენებდა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაშიც კი ადანაშაულებდა. ახლა კი იმ პოლიტიკურ ძალასთანაც აღარ გამორიცხავს თანამშრომლობას, რომელიც სწორედ სააკაშვილის ირგვლივ არის შემოკრებილი. ირაკლი ოქრუაშვილს მინდა ვთხოვო სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა. როგორ ხართ ირაკლი? დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. შეკითხვები არის ძალიან ბევრი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აპირებთ პოლიტიკური გუნდის ხელახლა ჩამოყალიბებას, თუმცა მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით და ყველა დეტალზე ვისაუბროთ. დავიწყებთ. პანორამა თბილისის მშენებლობაზე ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ადამიანები გადმოვარდნენ საბედნიეროდ ეხლა მსხვერპლით არ დამთავრებულა, ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა რამდენიმე თვის წინ, ისე რომ არც ერთ საინფორმაციო საშუალებას აბსოლუტურად არავის არაფერი არ გაუგია, იმიტომ რომ სამშენებლო ადგილზე მოხდა სამშენებლო კომპანიამ რა თქმა უნდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და დაუცველობა. არც მოკვლევა, არც გამოძიება, არც ბრალდებული აბსოლუტურად არაფერი. ზუსტად იმის გამო რომ ეს კომპანია ეკუთვნის ძლიერს ამისა ქვეყნისას და შესაბამისად რომ არა ალბათ ესეთი მასშტაბის დაზიანება ალბათ შეიძლება დღესაც ვერ გაგვიგო ვერაფერი. მე არ ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ. ერთი ადამიანი დაიღუპა თუ სხვებიც ან ახალგაზრდა 27 წლის ბიჭი სოფელ ტყვიავში ჩემი კარის მეზობელი.
ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი, ხო, ეს არის ჩვენი რეალობა, რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ, ყოველ მეორე დღეს ჩვენ გვიწევს საუბარი იმაზე, როგორ იღუპებიან შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო მუშები, რომლებიც იძულებულები ხდებიან, რომ მივიდნენ იმ სამუშაოზე, სადაც მათი უსაფრთხოების ნორმები აბსოლუტურად არ არის დაცული. თქვენ ნებართვით მოდით გადავალ მე იმ თემებზე, რაც დავაანონსე ჩვენი საუბრისთვის და პირველ რიგში იწყებთ ხელახლა ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნით, ისევ პოლიტიკურად აქტიურდება ათონელის ის ოფისი, საიდანაც დაგიჭირეს 2007 წლის 27 სექტემბერს და ამჯერად თქვენი განაცხადი იქნება ასეთი. უპირისპირდებით ბიძინა ივანიშვილს. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენი ბრძოლა, პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიძლება იყოს წარმატებული? პოლიტიკაში დაბრუნება ჩვენთვის მიზანი არ ყოფილა. 6 წლის განმავლობაში მე მეტნაკლები აქტიურობით ალბათ რაღაც მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ არ მქონდა არც პრეტენზია და არც ამბიცია იმისა, რომ რაღაც ფართო მასშტაბიანად შემოსულიყავი და ისე მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველაფერს ჰქონდა თავის საზღვარი, რამაც მე მიყონა გარკვეულ დასკვნებამდე და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში ყველაზე მთავარით. ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში, როგორც პოლიტიკურში, ისე ეკონომიკურში. ქვეყანა ყოველდღე იცლება ადამიანებისგან, რომელიც სარჩსაბდებელი საშოვნელად მიაგზავნებიან საზღვარგარეთ. ზოგი ოჯახის გარეშე იმისთვის, რომ იქ ლუკმა მოიპოვონ და მე აქ გამოგზავნონ თავიანთ ახლობლებს. ქვეყანაში ჩვენი ხალხი ღარიბდება ყოველდღიურად და ამის მომსწრები ვართ თითოეული ჩვენთაგანი. მეც ვაპირებდი მეხსენებინა თქვენს დაანონსეთ. 361 ლარი, რომელიც მთავრობამ დაგვიდგინა როგორც არსებო მინიმუმი, ეს არის თვალებში ნაცრისში შეყრა, დაცინვა და მეტი არაფერი. 6 სულიანი ოჯახი მყავს მე. არ გამოვირჩევი განსაკუთრებული ხელგაშლობით. არც მიჭირს, არც მაგის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ 361 ლარი რომ საკმარისი არ არის თითოეულმა ჩვენთაგანმა შევეცდით. რა თქმა უნდა. მით უმეტეს თუნდაც დავამატოთ ის კომუნალური გადასახადები, რომელიც არ იყო ჩათვლილი, ან თუნდაც სხვა რაღაც ტრანსპორტის ხარჯები. მაინც არ არის საკმარისი, ისევ რომ ეს არის და რიტორიკა ყველაზე მთავარი ინგა. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომლებიც მაცივარს და ტელევიზორს იყიდიან სესხის სახით და მე მოხვდებიან შავსიაში როგორც ცუდი გადამხდელები. ამ განცხადებას აკეთებს ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ევალება პირველ რიგში ესეთი ჭარბვალიანობის აღმოფხვრა და მეორე. რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ფასეულობა? თუ არა ადამიანი. რისთვის გვინდა საერთოდ ყველაფერი, თუ არა ადამიანებისთვის. თუ ვერ შევთანხმდებით მთავარ ღირებულებაზე, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება 21 საუკუნეა, ხო? არ შეიძლება რაღაც იდეოლოგიების იმაში ვიყოთ, რა ქვია, მუდმივად მძევლები ან რაღაც ძველი ტრადიციული სტერეოტიპები მოგდებდეს სახელმწიფოს შენების. თუ ვერ შევთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება, მაშინ არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანაში. და ადამიანი რომ არ არის მთავარი ღირებულება, არც ქვეყნის მთავარი მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და მის ბევრ პასაჟს ჩამოგითვლით აქ. ისევ როგორც მის მშენებლობაზე ადამიანების ესეთი მოპყრობა ადასტურებს კიდევ ამას. მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა. დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მე დაბრუნებულიყავი თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ ერთი მარტივი დასკვნის გამო მივედი ისევ ამ გადაწყვეტილებამდე. ესე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. თუ მე არ მიჭის არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სულხინს და ან სხვას უჭირს. ყველას ერთად გვიჭირს უკვე. ის ყოფა, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, ყველას გვავალდებულებს, მარტო მე არა, აბსოლუტურად სულ ყველას. ჩვენ სამეზობლოში, ჩვენ საახლობლოში, ჩვენ საათესაოში, ჩვენ სუბანში, ჩვენს ქალაქში, ჩვენ სოფელში, სადაც ცხოვრობთ, ყველამ ამოვიღოთ ხმა იმაზე, რაც ხდება. შეიძლება რაღაცა არ იყოს უშუალოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ბრალი და ეს დიდი ხნის გამოწვეული პრობლემების შედეგი იყოს, რაღაც სისტემური პრობლემა იყოს, მაგრამ ისევ და ისევ ქვეყანაში არსებული უმთავრესი პრობლემები უკავშირდება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი გამოუცდელობით თუ სპეციალურად ვერ მართავს ქვეყანას. მან დაადასტურა 6 წლიანი მმართველობის შედეგად, რომ მას არ შესწევს ქვეყნის მართვის უნარი. ეს არის ფაქტი. ამას ვერ გავიქცევით ვერანი ახლა. გინდა ჩასაფრებულები ვიყოთ, გინდა არ ვიყოთ და მე არ ყოფილვარ ჩასაფრებული არადროს ამ ხელისუფლების მიმართ. დიდი ხნის განმავლობაში ვითმევდი ბევრ ათას რაღაც მოსათმესაც და სისულელესაც. მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. და მეორე ახლა ჩემს
მაგრამ ერთი წუთით, აი, როდესაც მე გაცდიდით, საგანგებო დარჩა გეჭერით ამ საუბარში, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ გაუსაძლისია, მე გეთანხმებ, ძალიან მძიმეა, ძალიან დიდი პროცენტის მდგომარეობა ამ ქვეყანაში, ჩვენი თანამოქალაქეების და ემიგრაციაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად, იგივე ბიძინა ივანიშვილის განმარტებები, ალბათ თქვენც მოისმინეთ ის ცნობილი ინტერვიუ ტელეკომპანია იმედს, რომელიც მან მისცა. მე 7 წელი მიდის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის, გაჭირვებული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეღავათი ნახა. სხვადასხვა სოციალური დახმარებებით, სამუშაო ადგილებიც მეტი გაჩნდა, მაგრამ იმ ფონზე კიდევ რომ ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ და ევროპაში გადიან და რიგით დგას განვითარებულ ქვეყნებში, ქართველების მოქალაქეობაზე ჩვენი მცდელობის და მიღწევების შეფასება მათ უჭერთ. და კიდევ ერთ წავიკითხავ, დიდი შეღავათები მიიღო მოსახლეობის ყველა ფენამ, ჯანდაცვიდან თუ სხვა პროგრამებიდან გამომდინარე, კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს. ასე რომ უწურავ წყალს ამ ხელისუფლებას, ამბობთ რომ 7 წლის განმავლობაში ხალხისთვის არაფერი გაკეთებულა. მარტო ერთი ჯანდაცვის რეფორმა, საყოველთაო დაზღვევა ეყოფოდა დაუშვათ ამ ხელისუფლებას, თუნდაც სოციალურ საკითხებზე იმაზე დებატისას, ეხლა რასაც თქვენ უსვამთ. საკმარისი არ არის. ცოტა მეტი გვინდა. დრო მიდის წინ, კაცობრიობა ვითარდება, რაღაც სხვა იმაში გადადის წარმატებებში თითოეული სახელმწიფო, რომელიც ჩვენ სამეზობლოშია, ან არა ჩვენ სამეზობლოში, არამედ ევროპაში. და ჩვენ ისევ და ისევ ტრიალებთ ერთი და იგივე რაღაც მე-19 თუ მე-20 საუკუნის პრობლემების ირგვლივ. ის ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც მათ შემოიტანეს, ეს საკმარისი აღარ არის. ამას დახვეწა ჭირდება, რომელსაც ვეღარ აკეთებენ. რატომ ვერ აკეთებენ? იმიტომ რომ გამოცდილება არ ყოფნით თვლიან, რომ ეს უკვე საკმარისია ხალხს რაღაც ზედმოდან უყურებენ თითქოს ამადლიან ამ ყველაფერს. ერთი მთავარი რამეა კიდევ. მის გამოსვლაში მთავარი გამოგვჭა მე მგონი. ადამიანები მოწყვეტილი არიან რეალობას და ჩვენ ვაპირებთ გადავიღოთ სერიალები, რათა ისინი დავაბრუნოთ რეალობაში. ეს რას ნიშნავდა? თქვენ როგორ გაიგეთ რას? მე გავიგე რომ ესე იგი ტვინის გამორიცხვის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, მისი რაღაცა ინიციატივით. ამ გამორიცხვის ეტაპს ალბათ დაჭირდება კიდევ რამდენიმე წელი. ამასობაში ნახევარი ცხოვრება გავიდა. მე და თქვენ თითქმის ნახევარი ცხოვრების რაღაც იმას გადავაბიჯეთ, ხო ფაქტია ახლა. და ნაცვლად იმისა რომ ლაპარაკობდეთ რაღაც ტექნოლოგიურ პროგრესზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე, ლაპარაკობთ იმაზე რომ თურმე სოფლიდან რომ ვიღაც ჩამოდის ქირურგთან აქ და ოპერაციას უფინანსებს სახელმწიფო, ეს უდიდესი მიღწევა ყოფილა. არა და ოპერაციას რო უფინანსებს სახელმწიფო, ის არ დაგვაუწყდეს რომ ოპერაციის გარკვეულ ნაწილს უფინანსებს და დანარჩენი იმას თავის საკუთარი ჯიბიდან აქ ხო, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვა მაინც ძალიან დიდი შეღავათი იყო, ხო, ნებისმიერი ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი სამყაროში. თან არ დამაქვს დღემდე ფრანგული სახელმწიფო დაზღვევის ბარათი შემოვრჩა. და საფრანგეთის სახელმწიფო მიფინანსებს 90%-ს თითქმის ყველაფერს. ის 10%-იც, რომელიც ჩემი დასამატებელია, შემიძლია კერძო დაზღვევით გავიკეთო და პრობლემა არ მაქვს. მე 100%-იანი დაფინანსება. გასაგებია, მაგრამ თქვენ საუბრობთ საფრანგეთზე და არ საუბრობთ საქართველოზე, რომელსაც თავისი თანამდებობი პრობლემები ახლავს, ხო? ფრანგული მოდელი შეგვიძლია გადმოვიღოთ. გეთანხმებით, ფრანგული მოდელი შეგვიძლია გადმოვიღოთ. შეგვიძლია შევკვეცოთ ხარჯები ბიუროკრატიის, მანქანების, პრემიების, რესტორნების, დოლგარმონის, ეს ყველაფერი მიმართოთ განათლებაზე და ჯანდაცვაზე. და ის რაღაც გეპი, ბოდიში სხვაობა უკაცრავად, რომელიც რჩება 30 თუ 40%-ის სახით, რომელსაც თავის ჯიბიდან იხდის ადამიანი. ეს ყველაფერი ბოლომდე 100%-ამდე დავაბალანსოთ. მაგრამ ამათ ამის ან გაკეთება არ უნდათ, ან არ ვიცი ახლა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ან გაკეთება არ უნდათ, ან ერთადერთი სფერო, სადაც მათ რაღაც შედეგი დადეს, ეს იყო ჯანდაცვა და დანარჩენ სფეროში მე არსად არაფერი არ მინახია. ოდნავ წინ წაწეული იმ პერიოდის შემდეგ, რაც სიტყვაზე, ან მე მომიწია ურთიერთობა, ან ჩემს მერე გაგზავნა. ხო, მაგრამ ირაკლი, აი უყურეთ რაშია საქმე. ამის მიუხედავად პრობლემები ახლა რომელზეც თქვენ აკეთებთ აქცენტებს, ეს პრობლემები 7 წლის განმავლობაში არსებობდა ამ ქვეყანაში, ხალხს 7 წლის განმავლობაში უჭირდა, მაგრამ ყველა არჩევნები მოიგო მაინც ბიძინა ივანიშვილმა, ყველა არჩევნები მოიგო მაინც ქართულმა ოცნებამ. ივანიშვილის რიტორიკა, მოიგო, ხო? ივანიშვილის რიტორიკა, კი, ჩვენ ვართ ხარები ქვეყანა, ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. და ივანიშვილის რიტორიკა. ხალხს მაინც მას აქვს იმის იმედი, რომ 20-20-იც მისცემს. ხალხი ხმას თქვერისი იმედი გაქვთ, ახალი პარტიის შექმნა რომ გადაწყვეტეთ. აი ის იმედად გადიხართ. ორი რამ, რაც იყო გადამწყვეტი ივანიშვილის არჩევნებზე წარმატებებისთვის. ეს იყო ერთი. გელი მოდის შიშის ფაქტორი, რომ არ დაბრუნდნენ ისევ ისინი, რომელთა მიმართაც ადამიანებს ჰქონდათ გარკვეული გაუცხოება და გარკვეული მიუღებლობა და მეორე
დემოკრატიამ თურმე გაუსწრო ეკონომიკას და ეს გამოიხატება 5 კილო კარტოფილში, 5 კილო ხავში და ასე შემდეგ. აი ამ ორი ფაქტორის გამო იყო არჩევნები მოგებული და არა იმის გამო რომ ჩვენ მივახციეთ 21 საუკუნის ევროპულ დემოკრატიას. აი წამოყევით თქვათ ხო ამ თქვენს ლოგიკაში და ეს ორი ფაქტორი მომავალ არჩევნებზეც შეიძლება? კი, ეხლა მივიდეთ იყოს და კიდევ უფრო გამძაფრებულადაც ვის იმედად გადიხართ ამ პოლიტიკურ ზონაში. მე არ მაქვს პრეტენზია და მე არ მაქვს იმის ამბიცია რომ მე ვარ ვინმეზე უკეთესი, მე ვარ ვინმეზე სუფთა და მე ვარ ვინმეზე შეუცდომელი. მაგრამ მე მაქვს პრეტენზია და მე მაქვს ამბიცია იმის თქმისა რომ მე ძალიან ბევრი რამე მაქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში ბოლო 15-16 წლის განმავლობაში. ამ რაღაცეების და შემიძლია ჩამოვთვალო. სადაც ვიყავი ნებისმიერ უწყებაში, ჩემი ხელი დავატყე იმ ცუდი პერიოდის განმავლობაში ჩაბარებულ ყველა უწყებას, რომელიც ჩავიბარე და რომელიც შემდეგ დავტოვე. მე მაქვს ამბიცია იმისა, რომ რაღაცა შევცვალო უკეთესობისკენ. ნუ წარმოუდგენია, რომ მე შეიძლება ერთმა ადამიანმა ცალკე აღებულმა რამე უცბად რადიკალურად შევცვალო, მაგრამ ყველა მივდივართ ერთ მარტივ ფორმულამდე. 2020 წელს ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ პოლიტიკური სპექტრი გახდეს ჯანსაღი და ჩვენ მივიღოთ კოალიციური მთავრობა, სადაც დაფასებული იქნება ყველა პროფესიონალი საკუთარი საქმისა და პროფესიონალი როგორც პოლიტიკოსი. ეს საარჩევნო პროგრამას გავს ეხლა თქვენ რაზეც საუბრობთ. ამ შემთხვევაში მე კითხები ეს მაინტერესებს. ეს რამეს დავაზუსტებ. შესაბამისად, მე არ მაქვს იმის ამბიცია, მე არ მაქვს ეხლა არ ჩამთვალოს ვინებ ძალიან რაღაცა ისეთ ამ პარტავნათან საკუთარ თავის დიდი წარმოდგენა მქონდეს, რომ თითქოს უმრავლესობით მოვართ ხელისუფლებაში ხვალ, შესაბამისად გადავიბარებთ ამ რაღაც ვალდებულების პასუხისგებლობას და ხელისუფლებას და უცბად ჯადოსნური ჯოხით. არა. ის ამბიცია, რომელიც მე გამაჩნია და იმ ადამიანებს, ვისაც მე ვესაუბრები და ვისაც გარკვეული გუნდის სახით, გარკვეული დროის შემდეგ წარმოვადგენ. ნიშნავს იმ დოზის ამბიციას არჩევნებზე გარკვეული პროცენტების თვალსაზრისით, ისე როგორც 3%-იანი ბარიერის გადალახვა ეს ამბიცია საბოლოო ჯამში. არა, 3 გამრავლებული კიდევ 3-ზე ალბათ. ისევე როგორც მთავრობაში მიიღებას იმ პორტფელებისა, სადაც გარკვეული სახის გამოცდილება ჩვენ გექნება. ირაკლი, ჯერ უნდა მითხრათ. ეხლა მივიდეთ მანდამდე. ჯერ უნდა მითხრათ, ვისთან ერთად, ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ერთად თქვენ აპირებთ ახალი პოლიტიკური გუნდის გაკეთებას. ორი პოლუსია ამ ქვეყანაში. ან ხარ ოცნებისკენ, ან ხარ აქეთ. ანუ მიშას და ბიძინას პოლუსებს შორის გაჩხერილია დღეს ქართული პოლიტიკა. რომელ პოლუსზე იქნებით? ივანიშვილის მთავარი პრობლემა, ისევე როგორც სააკაშვილის მთავარი პრობლემა. იყო და არის ერთი რამ. მათ სრულიად შეზღუდეს პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკაში მონაწილეობისთვის. მათ დაკეტეს კარები აბსოლუტურად ყველასთვის და კონკურენციის საშუალება არ მისცეს პოლიტიკურ პარტიებს. აი ამ რაღაც იმაში ხაფანგში აღმოჩნდნენ ორივე და საკუთარი თავის წინააღმდეგ მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი. გაიხსნება კარები ნებაყოფლობით. კი ბატონო, არ გაიხსნება კარები ნებაყოფლობით, მაშინ კარებს გავაღებთ სხვანაირად. ანუ გამოცდილება რომ გაქვთ 2003 წლის ვარდით ხელში შესული სააკაშვილი და თქვენ უკარო სცენარი იყო, რა თქმა უნდა და ამაზე უკან დასახევი არაფერი არ. რევოლუციით იმოქმედებით უკვე ჯერ პარტია არ შეგიქმნიათ. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს რომ იგივე მეთოდებით, იგივე რაღაცა გზებით მოიპოვოს უმრავლესობა პარლამენტში და ეს უმრავლესობის მოპოვება ტოლფასი იყოს ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების მომავლის ხმების ქურდობასთან, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ არ დავждდებით ხელგულხედაკრეფილები და არ ვიქნებით ისე რომ თითქოს ვაი არაფერი არ მოხდა და არ გაუправებთ ამ ყველაფერს. ირაკლი, ანუ დამიკონკრეტეთ 20-20-ის თქვენეული გეგმა ასეთია, თუ ქართული ოცნება აღმოჩნდება უმრავლესობით გამარჯვებული 2020 წლის არჩევნებში, თქვენ ვარდით თუ არა არ ვიცი მე რითი ხელში, ენძელათი ხელში ან ზამბახით, შეხვალთ პარლამენტში და ისევე ააყირავებთ, როგორც ააყირავეთ შევარდნაძე? მე არ ვარ ამ შემთხვევაში სასაფრებული ადამიანის პოზიციაში და არ ვეძებ მიზეს რომ რაიმე მსგავსი მოხდეს. თუ ივანიშვილი შეცვლის თავის რიტორიკას, თავის ქემედებებს და ხალხი კმაყოფილი იქნება და ისე მისცემს მას ხმას და ისე მომაპოვებინებს უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ჩვენ არა მარტო მე, სხვებსაც არანაირი საფუძველი კრიტიკის არ გვექნება. და ჩვენსაც ასე ვთქვათ, მივიღებთ რაღაცას, ან არ მივიღებთ და წავალსახში, მაგრამ თუ ივანიშვილი იგივე მეთოდებით მიიღებს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება გვექნება. ვისთან ერთად? აი ამ ორ პოლუს შორის თქო, საით იქნებით თქვენ? თუ ეს ორი პოლუსი აღარ იარსებებს. არა, გამორიცხულია. ეხლა არის ესეთი რეალობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალა ერთობაშია დაერქვემევა თუ ოპოზიციური გაერთიანება. აღარ იარსებებს ეს ორი პოლუსი. ანუ 20-20-ისთვის თქვენ არ იქნებით სააკაშვილის გუნდთან, გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ჯერ სააკაშვილი სად იქნება კაცმა? არა, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ნიკოლაშაძეს ხომ დაუჭერეთ. ჰოლანდიაში კი ბატონო, მაგას დაუბრუნდები ძალიან კარგი არის. კარგია რომ გამახსენეთ. ესე იგი სააკაშვილი უკრაინაში
ბრიტანეთში იქნება, ჰოლანდიაში იქნება, თუსაც იქნება კაცმა არის, ანუ სააკაშვილის ირგვლივ, მოდი ესე ხელისუფლების ნარატივს თავი დავანებოთ ცოტა ხანი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს პოლუსი შეიქმნა იძულებით. პირადად მე მაგალითად ძალიან მარტივი არჩევნების წინაშე ვიყავი. აქეთ იყო კაი ბიჭების, ქურდების, 5 კილო კარტოფილიანების მეთოდოლოგიით არჩეული პრეზიდენტი და მეორე მხარეს იყო ყველაფრის საპირწონე. და ამ ყველაფრის გამო წავედი მე იქით ამ მხარეს და არა იმის გამო რომ იქით რაღაც დიდი სიმპათიები მქონდა. აქეთ ამ მხარეს რაც იყო სალომე ზურაბიშვილის ან ივანიშვილის მხარეს პირობითად. ეს ჩავთვალე მე პრინციპულად მიუღებლად. მოდი აი დავუბრუნდე ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვა. რომელიც დააყენა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დაგიჭირათ, ციხეში გაგიშვათ, რუსეთის აგენტი გეძახათ, ზილების რევოლუციაზე ლაპარაკობდა და საქმეები აქვს. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან იმისთვის თუ მის კანდიდატს დაუჭირეთ მხარ. კი, მაგრამ როდესაც გები არჩევანის წინაშე შესანიშნავი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იმისთვის რომ რატომ არ უნდა დარჩი ადამიანის სახში. ზუსტად გამსახურდია მარტო კიტოვანმა იოსელიანმა, ყარყარაშვილმა, სიგვონ კი არ დაამხეს. ზუსტად გამსახურდია ამ ადამიანების გარდა კიდევ დაამხეს იმ ადამიანებმა, რომლებიც სახში იჯდნენ და სეირს უყურებდნენ. ამ შემთხვევაში, როდესაც მე ამ არჩევანის წინაშე ვდგებოდი, ვერ დავждებოდი სახში სეირის მაყურებლის როლში და ვერ დაუწყებდი ქილიკით რაღაც სეირის მაყურებლის პოზიციიდან ამ ყველაფერს ყურებას და ვინ ერთმანეთს შეჭამს, ვინ ერთმანეთს დაჭამს და ამასობაში ქვეყანა აღარ აგვაქვს. არჩევანი გავაკეთე თეთრსა და შავს შორის. ანუ თეთრი იყო გრიგოლ ვაშა. თეთრი ამ შემთხვევაში იყო რა თქმა უნდა. მაგას გეკითხებით, უყურეთ რას გეკითხებით და თქვენ ძალიან დელიკატურად ცდილობთ რომ არ მიპასუხოთ და გვერდი აუაროთ. აი ამ მოცემულობით რაც გვაქვს დღეს. თქვენ დადგებით იქით მხარეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც ეხა თქვენ თეთრ მხარეთ ჩათვალეთ, თუ არა? ანუ ორი პოლუსია, ეს არის ჩვენი ორი პოლუსი. აღარ არის ორი პოლუსი. იქ შეიქმნა ორი პოლუსი იმის გამო, რომ მეორე ტურში დალაგდა სიტუაცია ეს. საპარლამენტო არჩევნებზე ესეთი პოლუსები აღარ არსებობს. საპარლამენტო პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას ირაკლი პირდაპირ უნდა ყველა -1 ფორმულა არის 1 წუთი. ყველა -1 ფორმულა არის აუცილებელი ფორმულა და ამის გარეშე არ გამოვა არაფერი თუ ჩვენ გვინდა მივახციოთ საარჩევნო სისტემის შეცვლას. მაგრამ ყველა -1 ფორმულა აღარ იმუშავებს უკვე არჩევნებზე, საარჩევნო ბლოკი, საარჩევნო სიის თუ შემდეგი რაღაცების შესაქმნელად. არანაირ თანამშრომლობას ჩვენ საარჩევნო ბლოკის ან საარჩევნო სიის რაღაც ფორმატით თანამშრომლობას არ ვაპირებთ ნაციონალურ მოძრაობასთან და არ ვიცი ვით თანამშრომლობთ თუ რა სხვასთან. ძალიან ადრე ამაზე საუბარი. მაგრამ იმისთვის რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს და აღარ იყოს ამ რაღაც ფეოდალი მაჟორიტარების გავლენებისგან გაჯერებული პოლიტიკური სპექტრი, აღარ იყოს ხელის გადაკაჩვის პრინციპით სიტყვაზე იქ რაღაც ძველმა ბიჭებმა ჩამიტარეს არჩევნები ან ვიღაცა კარტოფილი აიღო და ამის გამო მისცა ხმა. ესეთი რაღაცა. ამის გამო საარჩევნო პროცესამდე ყველა -1 არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში ახლა, შეგუებული ვარ რა, ადრე თუ მეძახდნენ სიტყვაზე ვიღაცის აგენტს და კორუმპირებულს და ასე შემდეგ ჯანდაბას დამიძახონ, ოღონდ რაღაცა გავაკეთილშობილოთ. თანახმა ვარ დამიძახონ სხვა რაღაცა, თუნდაც ნაციონალი გავაკეთილშობილოთ რაღაცა. არა, მე სხვა რაღაცა გეკითხებით, გესმით, ანუ ხო ფაქტი რომ თქვენ მხარი დაუჭირეთ გრიგოლ ვაშაძეს და ის ერთად გადაღებული კადრებიც გვახსოვს და თქვენი მხარდაჭერაც სააკაშვილის გუნდის დღეს უკვე ლიდერის თვის, აქედან გამომდინარე გეკითხებით, ყველა -1 ფორმულა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ძალიან მკვეთრად დაუპირისპირდა სააკაშვილს, რომელიც ციხეში წაიყვანეს, დააპატიმრეს და ვიდრე არ შეიცვალა ხელისუფლება ქვეყანაში ვერ ჩამოვიდა, მხარს დაუჭერს მაინც სააკაშვილის გუნდს. პოლიტიკა არის პრაგმატული, აზარტული და საკმაოდ ინტრიგიული თამაში. და დროდადრო პოლიტიკა მოითხოვს მორალისტობაზე უარის თქმას, განსაკუთრებით მორალისტობაზე და არა მორალზე. თქვენ თუ არა, თქვენ თუ მაინც იმ ჩიხში მაყენებთ, რომ სიტყვაზე ეს ნიშნავს ჩემთვის ყველაფერზე რაღაც ხაზის გადასმას. კითხვას გისვამთ, იმიტომ რომ ორი პოლუსი გვაქვს ამ ქვეყანაში, რეალობა ეს არის. დღეს აღარ გვაქვს ორი პოლუსი, გორჩინიყო ორი პოლუსი, შემდეგში იქნება მალე. შემდეგში აღარ იქნება ორი პოლუსი და ერთი მთავარი რამ. თუ არჩევანი დადგება იმას, რომ დამიძახონ სიტყვაზე ვიღაც სააკაშვილთან შერიგებული ჭალებში პირობითაც და იმას რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში უსასრულოდ გრძელდებოდეს და ჩემი შვილებს არანაირი მომავალი ამ ქვეყანაში არ გქონდეთ. თანახმაო რაც უნდათ ის დამიძახონ. რეკლამაზე უნდა გავიდე, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და პირდაპირ მითხარით თანახმა ვარ დამიძახონ, როცა ამბობთ. ბიძინა უფრო დიდი უბედურებაა ამ ქვეყნის, ანუ ვიდრე მიშა?
რეკლამის მერე უნდა მიპასუხოთ, ეხლა არ მინდა თქვენი პასუხი. დაბრუნდებით რამდენიმე წუთში და მე ვთხოვ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაგვისახელოს ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ისაპირებს პოლიტიკური პარტიის გაკეთებას. არ გადართოთ რეკლამა, მალე გაივლის. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ირაკლი ოქრუაშვილის რეაქციით. ჩვენ საუბრობდით რეკლამამდე ბატონო ირაკლი, ანუ არჩევნებზე რომელ პოლუსზე შეიძლება გიხილოთ და იქვე გკითხეთ, ანუ მიშა უფრო დიდი ბოროტება იყო თქვენი აზრით ამ ქვეყნისთვის გამომდინარე იმ თქვენი ძველი განცხადებებიდან, რომელიც იმ წლებში გიკეთებიათ სააკაშვილის წინააღმდეგ თუ ბიძინა ივანიშვილი დღეს? ორი პოლუსი იყო და აღარ არის ეს ერთი. საიდან ამტკიცებთ რომ აღარ არის? არ მოყვებით ამ ლოგიკას. მithumetes 2020-ში აღარ იქნება. ეხლა რა შეიძლება კითხვას? ის იყო. და აღარ არის იმის გამო რომ რაღაცეები რომ გადაამლაშა წითელ ზღვარს რომ გადააბიჯა ჩემთან ურთიერთობაში, თქვენთან ურთიერთობაში, სხვასთან ურთიერთობაში, ქვეყანასთან ურთიერთობაში, იმის გამო აღარ არის. მაგრამ ესენი ზუსტად იგივე შეცდომების თმიდიან, ისევ იგივე უსწრლოსკენ სადაც ის გადაიჭეხა. ზუსტად იგივე. შუა უნდა გაიკრიფოს, თავიდან ხო გამოგვიცხადა. გაიკრიფა კი. გაიკრიფა. მე თურმე გუშინ წინ ახალი რაღაც აღმოჩნდა და გვეუბნება რომ ეშმაკი ყოფსო, ესე იგი გეგონება მე დავყავი გუშინ შუა უნდა გაიკრიფოსო და აქეთ მისიანები და იქით ყველა სხვა მოწინააღმდეგე. ერთხელ და სამუდამოდ ინგა. აი ეხლა რომ შუა გაიკრიფება და ეხლა შუა უნდა გაიკრიფოს ხელახლა. იმისთვის რომ ივანიშვილმა საკადრის პასუხი მიიღოს იმის გამო, რაც ქვეყანაში აკეთა 6 წლის განმავლობაში. ქვეყანაში დაყოფა ამისიანებად, ამისტებად უნდა დამთავრდეს. ეს გამორიცხულია, ეს არის გამორიცხული ჩვენს რეალობაში, სახელმწიფოს მიერ ადამიანთან დამოკიდებულობაში, სახელმწიფოს მიერ საზოგადოებასთან დამოკიდებულობაში უნდა დამთავრდეს, თორემ ვიღაცა რომ რომელიღაც პარტიის მომხრე იქნება და ვიღაცა რომ რომელიმე პოლიტიკოსის მომხრე იქნება, მე ამას კი არ უარყოფ და ამას კი არ მინდა ხაზი გადავუსვა. ტოლობის ნიშანს სვამთ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ანუ თუ ძალადობის კომპონენტს დავუმატებთ, რომელიც დღეს არ გვაქვს ამ ხელისუფლების მხრიდან. ტოლობის ნიშანი შეიძლება უადვილესად დაიცვას, მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური შეფასება. ჩვენ თუ შევეკითხებით ბაჭანა შენგელიას, იაკერ ზაიაშვილს, ხოროვას ქუჩაზე მოკლულ სალარიძის მამას, პაკის ხეობაში მოკლულ მაჩალიკაშვილის მამას. ისინი ტოლობის ნიშანს ყოველგვარი ამ ძალადობის კომპონენტის რაღაცა იმის გარეშე დასვავენ. უკვე დასვავენ, იმიტომ რომ მათაც აქვთ უკვე უსამართლობის განცდა ისე როგორ ნებისმიერ სხვა ადამიანს. არ უნდა არაფერი დიდი ფილოსოფია, რატომ იყვება ამ ჩინჩალაძე მოლუსიძეს ეს კაცი საფლავში ვერ ხვდები ივანიშვილი. ერთ რიგით პროკურორად, თუ უნდათ ექსპერიმენტი ჩავატაროთ. დამნიშნონ, უნდათ ზუგდიდის, უნდათ იმის რა ქვია, მთაწმინდის. 3 კვირა მომცენ და 3 თანაშემწე საყვანეს უფლება. გახარიას ბრალეულობას გამოგიკვეთავთ ზუსტად 1 კვირაში, კერძაიას გადაცვალების საქმეში. და ხოროვას ქუჩაზე რა მოხდა? ხელის გულზე დაგიდებთ ყველაფერს. რა მოხდა? თქვენ გონიათ. ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება? სახელმწიფოს. კონკრეტულად ვის? ეხლა ამ წუთას ვერ გეტყვით რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფოსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო გამოძიების ობიექტურად ჩატარება, რის შედეგადაც ყველა ადამიანს, თქვენც, მეც, საზოგადოების დიდ ნაწილს იმ ბავშვის მშობლებს გაუჩნდათ უსამართლობის განცდა და დაუცველობის განცდა. ზუსტად ამ ყველაფრის გამო იყო, რომ იმათ მე გავემიჯნე 2006 წელში ვიცოდი რომ მიდიოდნენ იქ სადღაც მიდიოდნენ იმ ჯანდაბაში იმის გამო რომ ერთმანეთს უმტკიცებდნენ შავზე რო თეთრია და ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გირგვლიანის საქმე, როდესაც ამ ყველაფერს ისე აპროვებდნენ თითქოს პატარკაც შვილმა დაგიგმა ეს ყველაფერი და იმის მსხვერპლი იყო ახალაიას და მერაბიშვილიც და ეხლაც ესენი არიან ამ სიტუაციაში. საათი და 40 წუთი ილაპარაკა ადამიანმა 9 აპრილის შემდეგ. ქვეყნის პირველმა პირმა, მთავარმა მმართველმა 10 წუთი ილაპარაკა 9 აპრილზე. საათნახევარი ილაპარაკა რუსიძეზე, ჩინჩალაძეზე და შალვა-შაულიძეზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ? ალბათ გიფიქრიათ ამ თემაზე. აი რატომ ასეთი ჩაჭიდებით, როგორც თავად უყვარს სიტყვა იმას გამოვიყენებ, რუსიძეზე, ჩინჩალაძეზე და აი ამ როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ. ერთი კოლბიდან მეორეში და შუაში გზა არ გაგავლილი. ხდები იმ გარემოს და იმ სტერეოტიპების მძევალი, რომელიც ყოველთვის ახასიათებს ხელისუფლებას. ირაკლი, თქვენ უცხოეთ ხელისუფლებაში. ხომ არ გონია რომ შუბლის ზარს ვერ გავიწყვეტავდი და ვერ დავრჩებოდი სააკაშვილის ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს. ან თუნდაც ბოლომდე. არ შემეძლო ესეთი რამე? ვინმე გამომაგდო იქიდან თუ რა? მაგრამ თეთრზე ჩემთვის გასაგები იყო რომ თეთრი იყო და არ უმტკიცებდი საკუთარ თავს რომ შავია მეთქი. ვიცოდი რომ ესენი მიაქანებდნენ ქვეყანას იქ სადაც ბოლოს ჩააქანეს.
ამის გამო წამოვედი იქიდან. ისევე როგორც ყველა ადამიანმა, რომელიც ხელისუფლებაში ხვდება, ან დღეს არის, ან ხვალ მოხდება, უნდა იცოდეს საკუთარ თავს უნდა დაუსვას ზღვარი. ამის იქით მე ხელისუფლებაში აღარ დავრჩები და ეს ამის იქით ჩემთვის შეიძლება სხვა კრიტერიუმი იყოს, ივანიშვილისთვის შეიძლება სხვა იყოს, გახარიასთვის სხვა იყოს და ასე შემდეგ. ირაკლი, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში და იყავით ძალიან გავლენიანი ფიგურა სააკაშვილის ხელისუფლების, იქამდე ვიდრე წახვიდოდით ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილთან თუ გქონიათ რაიმე შეხება მაშინ? თუ იცნობდით მას, თუ იცოდით ან რა იცოდით მისი როლის შესახებ? მისი წყალებში ჯარგოს ვიხმარ, ლუბიმჩიკი იყო პერაბიშვილი და მათი პირადი რაღაცების გამო ხო, მაგრამ აი წეგან თქვენ რო თავს იწონებდით, რომ ამბობდით, რომ ეს გავაკეთე, როცა თანამდებობაზე ვიყავით, ჩვენ დანგრეული ქვეყნიდან ქვეყანა ავაშენეთ და ასე შემდეგ. ამ პროცესში მაშინ ივანიშვილი თავისი ფინანსური რესურსით ხომ უზარმაზარ როლს თამაშობდა? დამეთანხმებით თუ არ დამეთანხმებით, ანუ მისი როლი არ იყო იმ თქვენს წარმატებებში, რაზეც თქვენ წეგან საუბრობდით. ივანიშვილის გამოგებული რომ სიტყვაზე რაღაც კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობდა, მთლად ესე არ არის, მაგრამ მისი ფინანსური დახმარება იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას არ გააჩნდა საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ნორმალური ხელფასები დაერიგებინა ჩინოვნიკებისთვის. ამ დახმარებას ჩვენ მისგან ვიღებდით. ის ამ შემთხვევაში ეხმარებოდა ობიუაწელისთვის სახელმწიფოს, მაგრამ ობიექტური ადამიანისთვის სააკაშვილის ხელისუფლებას, რომლისგანაც გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა და ამ ყველაფერს იხდიდა საკუთარი უსაფრთხოებისათვის. სად გადაიკვეთა თქვენი და ივანიშვილის გზები? ეხლა რომ ვიყოთ ობიექტურები, თქვენ ახსენეთ წეგან სიტყვა ობიექტურობა და რომ ვიყოთ ობიექტურები, თქვენ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ცვლილების შემდეგ ჩამოხვედით ქვეყანაში. მოგეცათ დაბრუნების შესაძლებლობა. თქვენ იყავით ერთ-ერთი მოწმე სხვადასხვა საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აი ფაქტია, რომ გამოდიოდით სასამართლო პროცესებზე, გამოდიოდით როგორც მოწმე სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეებში და უეცრად სადღაც რაღაც გადაიკვეთა. შეგიძლიათ მითხრათ რა მოხდა, რა გზები გადაიკვეთა თქვენსა და ივანიშვილს შორის? და რომ არ შეცვლილიყო ეს ხელისუფლება დაუშვათ მოხდებოდა თუ არა ის რაც მოხდა დაბრუნდებოდით თუ არა თქვენ ხელისუფლებაში და სხვა შორის ერთი რამ კიდევ იმედზე ვუყურებდი ამას წინათ გადაცემას იმედი ლაივ სადაც ერთ-ერთმა წამყვანმა ძალიან სწორი და ძალიან საინტერესო არგუმენტი მოიყვანა აღდგენილ სამართლიანობასთან დაკავშირებით არ დაგავიწყდებათ ერთიანი კონტექსტია თქვენო ანუ რას გულისხმობ იცი როგორ დაგიბრუნათ ხელისუფლებამ მაგალითად იგივე ის ათონელის ქონება, ათონელის ქუჩაზე არსებული თქვენი ქონება. დაგიბრუნათ თქვენ, მაგრამ არის უამრავი ადამიანი, რომელსაც არაფერიც არ დაუბრუნა ამ ხელისუფლებას. ძალიან კარგია, არ მინდოდა ახლა ესეც რაღაც წვრილმანებში გადავსვით. არ არის ეს წვრილმანი. წვრილმანია, იმიტომ რომ საუბარი უნდა ქონოდა ჩვენ იმაზე რა გეგმები გვაქვს, მაგრამ ამაზეც გაგცემ პასუხს. არა, გეგმებზე უნდა გკითხოთ და ვისთან ერთად აპირებთ ამ პარტიის გაკეთებას. მთელი პრობლემა არის ხელისუფლების და ივანიშვილის სტერეოტიპულ აზროვნებაში, არასწორ აზროვნებაში. ხელისუფლება ჩემთვის არ დაუბრუნებია ეს. ეს ყველაფერი დამებრუნა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის დასაწყისში. ხელისუფლების ნების გარეშე. ხელისუფლების ნების წინააღმდეგ, როდესაც მათი სექსუალურად გამოცდილი თუ როგორღაც ახსენა პროკურორი რომ ყავდათ თუ გახსოვთ. იმ პროკურორის წინააღმდეგობის მიუხედავად სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. და ეს იყო ის პერიოდი, როდესაც სასამართლოდან ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა შეგეძლო 2013-2014. სამაგიეროდ სხვა ქონება მქონდა დასაბრუნებელი, რომელიც სააკაშვილმა ასევე წამართვა სოფელ ატენში. ერთი პატარა რაღაც უნიშნულო სახლი ავაშენე. იმ ქონებაზე 4 წელი მახვეწნინეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ბოლოს აუქციონზე მომყიდეს 10 მაგ ფასად. 10 მაგ ფასად. მაგრამ ეს არ ყოფილა გადამწყვეტი ჩემი მათთან რაღაც პრობლემის და 2016 წელს აი გზის ჩემი ერთი დაცვის ბიჭი მას ზენასროლი ტყვია, რომელთაც დაიჭრა, სიკვდილს გადარჭა და ჩემს ზენასროლი ორი ტყვია, რომელიც საბედნიეროდ ამცდა. აი ეს იყო გადამწყვეტი, რომლის უკანაც იდგა ხელისუფლება. ვერავინ ვერ დამაჯერებს მე იმაში, რომ ამის უკან ხელისუფლება არ იდგა. ირაკლი, პარტიაზე მინდა გკითხოთ, დასასრულისკენ მიდის ჩვენი საუბარი და ვისთან ერთად აპირებთ, როდის აპირებთ ამ პარტიაზე განაცხადის გაკეთებას და თუ შეგიძლიათ მითხრათ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს გუნდში წარმოგიდგენიათ, რომ იქნებიან? არ მინდა დღეს ამ თემაზე საუბარი. მესმის არ მინდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს იქნება გარკვეული სახის რაღაცა შემოსვლის ეტაპი, როდესაც გავასაჯაროებთ იმ ადამიანებს, ვინც გუნდში იქნება მოაზრებული, მაგრამ ერთ ადამიანს პოლიტიკოსები იქნებიან თუ ვინმე ახლები, აი ეს მაინც მითხარით. ერთ ადამიანს გეტყვი მაშინ. მითხარით. შენ და მე რაღაც დამოკიდებულების შედეგად. როგორც ყველა სერიოზულ საქმეს
ჭირდება სერიოზული მიდგომა, ასევე ჭირდება მინიმუმ ერთი სერიოზული მეგრელი მაინც. იქნება კოტეკებულარია. დანარჩენებს დღეს შემოვინახავ არ ვიტყვი. გადაწყვეტილია უკვე კოტეკემულარია რომ იქნება ერთი. ანუ მაინც იმ ადამიანებისკენ ხომ არ წახვალთ ვისთან ერთადაც ვარდების რევოლუციის ვისთან ერთადაც მიმუშავია ვერტიკალში მიმუშავია, ვისაც აქვს გამოცდილება ქვეყნის შენების, ვისაც აქვს უნარი იმისა რომ რაღაცა კეთოს და უკეთესობისკენ შეცვალოს ქვეყანაში. ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და ჩვენ აღმოვაჩენთ ერთ სამწუხარო რეალობას. თუ რამდენად გამდიდრდა ივანიშვილი უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში და რამდენად გაღარიბდა დანარჩენი საქართველო. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ რევანშები, ვისიც არ უნდა იყოს. არანაირი საფუძველი არც ნაციონალური მოძრაობის, არც ხვის რევანშს არ არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ რევანშები ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. თუ გვინდა რომ ავაშენოთ სახელმწიფო. ჩემგან იმას ჩემგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არავინ არ უნდა იყოს პოლიტიკური რევანშების და ხელისუფლების ცვლილების შედეგად ქონებების წართმევების თუ რაღაცების ანგარიშის რაღაც გასწორების მსხვერპლი. იმიტომ რომ ამ ყველაფერმა ერთხელ დაგვაზიანა და ამ ყველაფერზე ერთხელ გაკვეთილები ვისწავლეთ. თუ ბატონო, ამისთვის ჯერ ბრძოლა უნდა მოიგოთ, გულისხმობ პოლიტიკურ ბრძოლას და იცით ყველაზე საინტერესო რა არის? პრეტენდენტი რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი მოახლოებულ არჩევნებში და ქვეყანა უკვე ამ საარჩევნო ციკლში არის შესული, ბევრია, საინტერესოა ის, ვინმე არის თუ არა რეალურად მისი დამარცხებელი, ეს არის ყველაზე საინტერესო. არის? თქვენ დამოუკიდებლად ერთი? ვინ არის ის ერთი? ბიძინა ივანიშვილი. ანუ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დამარცხდება საკუთარი სისულელების კეთების შედეგად. აი ეს არის ჩემი დასკვნა. ირაკლი და ბოლოს ასეთი რამ მინდა კითხოთ, მე მაინც ვაწვევი 2 პოლოს. თქვენ ამბობთ რომ 2 არ იქნება 3, ან 4, ხო არ ვიცი. თქვენ იქნებით ის მესამე? იმიტომ რომ აი რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ მაგალითად ოცნებიდან გამოსული პოლიტიკოსების და არა მხოლოდ პოლიტიკოსების იმ ადამიანების შეკრება ფილარმონიაში, ვინც 2012-ში ქართული ოცნება მოიყვანა ხელისუფლებაში. არ შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს დაიცავი საქართველოზე მაქვს საუბარი, მაგალითად შეიძლება მათგან გაჩნდეს სწორედ მესამე პოლუსი? მესამე პოლუსი თავისთავად ესე ვერ გაჩნდება. საქმე მან შენ მან გამოგაჩინოს ნათქვამია. ამას ჭირდება მუშაობა, ამას ჭირდება ხალხის გულის მოგება. განსაკუთრებით იმისთვის, რომ ის ნიჰილიზმი, რომელიც ივანიშვილის მმართველობის შედეგად ქვეყანაში დამკვიდრდა, ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს და ადამიანებს აღარ ქონდათ იმის განცდა, რომ პოლიტიკოსები ჩვენ გვიყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დარჩენებზე და მერე იკარგებიან და ვავიწყდებთ. ეს ერთი, მეორე. ხარად შეეხება იმ რაღაც რას? ისევ ერთ რამეს დაუბრუნდები საკუთარ თავზე. ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკოსი განსაკუთრებით. ზედმეტად თვითკრიტიკული. ამას წინათ ვხვიდა აქ მინდა გავემეორო. ძალიან ხშირად აი გამოდივარ საკუთარი თავიდან და გვერდიდან უყურებ ხოლმე. გაკეთებულის განსაკუთრებით რამე გავაფუჭე თუ არა ამ კუთხით. და ვინმესთან ურთიერთობის თვალსაზრისით თუ რამე შემეშალა ურთიერთობაში ამ კუთხითაც კრიტიკულად უყურებ ხოლმე ჩემ თავს. ხა პოლიტიკაში ბევრი კრიტიკა მომისმენია. პოლიტიკა არ არის რაღაც თქვი რაღაც მორალის მოსარევი ადგილი. ძალიან ბევრი მომისმენია საკუთარ თავზე, კრიტიკული. მაგრამ არასაქმიანი. და საბოლოო ჯამში მიფიქრია მაინც ყოველი რაღაცა იმიდან გამომდინარე დასკვნა, რომ ჩემნაირ ადამიანს მორალური უფლება არ აქვს პოლიტიკაში ყოფნის. მაგრამ ირგვლივ რომ მე მოვიხედავ ხოლმე და პოლიტიკურ სპექტრში თვალს გადავალებ, ამ ყველა ჩემნაირი ან ჩემზე უარესი. აი ეს არის სამწუხარო რეალობა და თუ გვინდა ახლა ისევ უბიწოვებით და ქალიშვილობის რაღაცა კრიტერიუმით ვეძებოთ პოლიტიკოსები, ამ ქვეყანაში ესე არ იქნება და შეუძლებელია რომ ესე იყოს. უცბად, სანამ თაობები არ შეიცვლება. ხო. დრო ცოტა გვაქვს, ცხოვრება გავიდა და უცბად უნდა შევცვალოთ რაღაცეები. ოღონდ უცბად არა იმ ტემპებით და იმ რაღაცა მეთოდებით, როგორც სიტყვაზე 2004-2012 წელი იცვლებოდა. კარგი, დაველოდებით მოკლედ, როდის იქნება განაცხადი გაკეთებული, თქვენგან ერთი ვინც გითხარით, ეს არის კოტეკემულარია. კიდევ ბევრია, მაგრამ არ მინდა იმათაშ შეთანხმება. არ გინდათ იმათაშ შეთანხმება და ეხავე ამბობთ, რომ ამ არჩევნებში თქვენ არ იქნებით სააკაშვილის მხარეს. არჩევნებში არა საარჩევნო ბლოკით, არა საარჩევნო რაღაც სიით. მაგრამ თუ ივანიშვილი როგორ გითხრათ გაჯინიანდა და ისევ რაღაც ამ მაჟორიტარულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამკვიდრებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ყველა ვიქნებით -1.
გასაგებია. მადლობა ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ. მაშასე ეს იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ახლა კი გადავდივართ ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე. თვეში 361 ლარი და 20 თეთრი. ხელისუფლებამ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი დაიანგარიშა და დაადგინა, რომ სწორედ ეს თანხაა საკმარისი 5 სულიანი ოჯახის გამოსაკვებად. ხელისუფლება გვეუბნება, რომ 5 ადამიანს დაბალანსებული კვებისთვის 361 ლარი და 20 თეთრი ყოფნის. რამდენად რეალურია ეს ციფრი? რა მეთოდოლოგიით ანგარიშობენ სახელისუფლებო კაბინეტებში საარსებო მინიმუმს? საქსტატის ციფრების მიღმა მყოფი ხალხი, რომელიც ოჯახებს ვერ კვებავს და ყოველდღიურად საარსებო ლუკმა პურისთვის იბრძვის და ჩვენ გადაცემის შესავალში საუბრობდით, რამდენად უჭირთ ადამიანებს, რომ ხშირად ისეთ სამსახურებში მიდიან, ოღონდაც თითო ორო თეთრი იშოვონ, სადაც უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ აქვს. სტატისტიკაში ჩაკარგული ჩვენი ბავშვები, რომელთაგან ყოველი მეხუთე შიმშილის ზღვარზეა. როგორ ითვლის ხელისუფლება ადამიანის დაბალანსებული კვებისთვის საჭირო რაციონს, მაშინ როცა სამომხმარებლო კალათა დღითი დღე ძვირდება და ელემენტარულ პროდუქტებზე ფასები სისტემატურად იმატებს. როცა ხალხი ჩავწერეთ ქუჩაში, მათი მთავარი შეკითხვა ასეთი იყო: თავად თუ მოახერხებენ პოლიტიკოსები 5 სულიანი ოჯახების თვეში 361 ლარა და 20 თეთრად გამოკვებასო? პოლიტიკოსები, რომლებიც მშიერ ამომრჩეველს მხოლოდ სანახაობას პირდებიან ხოლმე, რამდენიმე წუთში ხსნით დებატებს სწორედ ამ თემაზე. ისმის თუ არა ხალხის პრობლემები და ხალხის ხმა იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც წონიან სავარძლებთანაა დაკავშირებული. თვეში 361 ლარი და 20 თეთრი. ზუსტად ამდენი დაუანგარიშეს ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმად 5 სულიან ოჯახებს. თვიდან თვემდე საარსებოდ არ დაგავიწყდეთ ამ 361 ლარსა და 20 თეთრში, რომელიც ოჯახის 5 წევრმა უნდა გადაინაწილოს, არ შედის კომუნალური გადასახადები. დღეს განისაზღვრეთ საარსებო მინიმუმი 5 ადამიანზე 360 ლარი. შეუძლებელია. კარტოფილი როცა ლარი და 50 ლარი და 70 იღებს. პური, ზეთი, შანსი არ აქვს. ძალიან გვიჭირს ჩვენ. აი ძალიან. პენსია ჩვენ არ ყოფნის. 5 სულიანი სამოჯახია, 3 სულიანს არ ყოფილი შულო. 5 ადამიანზე ნამდვილად ძალიან ცოტაა და ნამდვილად ვერ ეყოფა, იმიტომ რომ საშინელი ფასებია, კატასტროფული. პური თვეში 7 კილო ნახევარი, ბრინჯი თვეში 300 გრამი, მაკარონი თვეში 450 გრამი, ქათმის ხორცი თვეში 600 გრამი, ღორის ხორცი თვეში 300 გრამი, კარტოფილი თვეში 4 კილო ნახევარი, კომბოსტო კილო და 200 გრამი, მაწონი თვეში 750 გრამი. აი ესაა საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომის უნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშეს. 5 სულიანი ოჯახი ყველაზე ცოტა დღეში უნდა დახარჯოს 30 ლარი მაინც. ახლა პურზე და წყალზე თუ იქნება, შეიძლება იყოს, მაგრამ მაგის გარდა ხო კიდე გადასახადები. ასწებული ივანიშვილიდან პარლამენტის წევრები დანარჩენები რა. აი ეს ფული უნდა მივიცეთ. ერთისთვის მე უნდა ვკითხოთ ესე იგი რა. როგორ ხელგამართულებულიან აზარში და როგორ ლაღადი ცხოვრებენ. შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ რა თქმა უნდა უჭირთ და ამიტომ ზოგჯერ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ როგორ ახოთ ფაქტები ესე არ არის. დღეს რეაქციაში ვხსნით დებატებს თემაზე საქსტატის ციფრების მიღმა არსებული რეალობა და ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც ოჯახებს ვეღარ კვებავს და ყოველდღიურად საარსებო ლუკმაპურისთვის იბრძვის. პოლიტიკაში ბრძოლა წონიანი სკამებისთვის და ამ ბრძოლაში ჩაკარგული ხალხის რეალური პრობლემები. ადამიანს ძალიან უჭირთ და მათ უჭირთ ისევე, როგორც უჭირდათ გუშინ და გუშინწინ. აი მაგას გულისხმობ მე. მაგრამ იმის თქმა, რომ ხალხს უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი. სტუდიაში ვთხოვ ლევან ხაბეიშვილს, ლევან სამუშიას, ანდრია გვიდიანს, ირაკლი ლატარიას, საუბრობთ ხალხზე, რომელსაც უზრუნველ ცხოვრებას მხოლოდ წინა საარჩევნოდ პირდებიან, არჩევნების შემდეგ კი ყველას ივიწყებენ მათაც და დაპირებებსა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველი კითხვა მინდა დაუსვა, რადგან იქ იყო ეხა ლევანი, ჩვენ ვხედავდით კადრებს, ჩვენი გადაცემის შესავალი სწორედ ამ თემით გაიხსნა მუშებთან დაკავშირებით, რომლებიც პანორამის მშენებლობაზე, რომლებმაც მიიღეს ტრამვები, რაიმე ინფორმაცია
ინფორმაცია ხომ არ გაქვს დამატებით ლევან ძალიან მოკლედ მომხდარის პირველი ის რომ თავის დროზე უკანონო დაიწყო შენობა აღარ წავალ ახლა შორს რომ ერთლარად წაიღო მილიარდერმა ეს ქონება უბრალოდ პრობლემა კიდე ისაა რომ დედაქალაქის ცენტრში მილიარდერი კაცის სამშენებლო ობიექტზე 3 ადამიანი გადმოვარდა და შემდეგ როცა მივედით რომ გაგვერკვია და გვეკითხა ამ ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხე ხომ არ ემუქრება, გადაიყვანეს თუ არა სასწრაფო წაიყვანა, ნაცვლად იმისა რომ პასუხები გაეცათ რაღაცა ქაჯეთის ციხეს გავდა იქ და თქვენ ჟურნალისტებს მათ შორის ფიზიკურადაც გაუსწორდნენ როგორც ჟურნალისტ თქვენსაც ისევე ოპერატორს არ ვიცი ხა ეს კადრები ქონდა თუ არა ყოველ შემთხვევაში იქ ესეთი მდგომარეობა დაგვხვდა ნაცვლად იმისა რომ პასუხი მიგვეღოდა როცა დაურეკე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელობას და ვკითხე რომ მოვიდოდნენ თუ არა ობიექტზე მითხეს რომ ეს რომ მეხუთე კლასის ობიექტიაო შესაბამისად ზედამხედველობის საქალაქო სამსახური თბილისის მერიას უ არ ეხებაო დედაქალაქის ცენტრში ამ ხელებს შემოვლობა მიმდინარეობს და გითხეს რომ მეხუთე კლასის მშენებლობაო და აი მაყურებელმა რო გაიგოს ალბათ მეხუთე კლასის მშენებლობა არის ყველა ის ობიექტი რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი შესაბამისად მას კალაძე და დედაქალაქის მთავრობა ვერც აკონტროლებს და ვერც შეამოწმეს თურმე და მე რა რომ 3 ადამიანი გადმოვარდა ვერც მივლენ თურმე და ვერც ნახავენ ადგილზე და სამწუხაროდ აი არც მე და არ ჟურნალისტებს და შრომის ინსპექციის თანამშრომლებსაც კი არ ეძლეოდათ ხო ეხლა არიან შესულები და მე ვთხოვ პროდიუსერებს გადაცემის მიწურულს უკვე ჩვენი ჟურნალისტი კიდევ ერთხელ ჩაგვირთოს შრომის ინსპექციამ თქვა რო კითხეს ჟურნალისტებმა რომ აი ოდესმეო შეგიმოწმებით თუ არა ეს ობიექტიო ხა იმ ხელებს შენელობა მიმდინარეობს მერიას ხო არ ეხება შრომის ინსპექციამ თქვა რომ ეს არასდროს არ შეუმოწმებიათ აი ჩემი ორი ყურით მოვისმინე მიუხედავად იმისა რომ აი ესეთი მასშტაბური შენელობა მიმდინარეობს და არ არის ეს რაღაცა ისეთ ობიექტზე სადაც ვინმე ვერ ხედავს ეს არის დედაქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე კარგით მოდით დავიწყოთ საუბარი თემით რომელიც მქონდა დაანონსებული როდესაც მოვიდა ოცნება ხელისუფლებაში ჩვენ გვესმოდა დაპირებები ძალიან მნიშვნელოვანი დაპირებები გაიაფებულ ცხოვრებაზე განახევრებულ ტარიფებზე გვესმოდა სოციალურ შეღავათებზე სამუშაო ადგილებზე რა მივიღე დღეს 361 ლარი და 20 თეთრე რომელზეც იყო ჩვენს ანონსში საუბარი 5 სულიანი ოჯახისთვის ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ ვინც გამოვკითხეთ ანდრია თქვენით მინდა დავიწყო ამ თემაზე საუბარი ქუჩაში გვითხრა რომ ეს არის ადამიანების მასხრა დაგდება პლუს იმისა რომ აქ არ შედის სხვადასხვა ხარჯები მათ შორის არც კომუნალური არც ტრანსპორტის და ასე შემდეგ და რომ მათ აინტერესებთ ამ ქვეყნის ხელისუფალნი თავად თუ არ ჩენდნენ საკუთარ ოჯახებს თვიდან თვემდე 361 ლარა და 20 თეთრად რა რეალობა მიიღო ხალხმა კი ბატონო მოგესალმებით მოგესალმებით მაყურებელს პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რომ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ ამბობს იმას რომ 360 ლარი არის საკმარისი და 5 სულიანი ოჯახისთვის საკმარისი არის იმისთვის რომ იარსებოს ეს მაჩვენებელი საარსებო მინიმუმი არის ერთგვარი სოციალური ორიენტირი, სოციალური პოლიტიკის და შესაბამისად როგორი მეთოდოლოგიითაც დგება, ეს არ არის საქართველოში მოგონილი, არ არის საქართველოში დაწერილი მეთოდოლოგია, ეს არის მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგია, რომელიც მოქმედებს 113 ქვეყანაში და მათ შორის იგივე ანალოგიური მეთოდოლოგია მოქმედებდა წინა ხელისუფლების დროსაც, იგივე მოქმედებს დღესაც. 2003 წლიდან ითვლება ასე, ხო, რამდენადაც შეიცვალა 2005-ში შეიცვალა და შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის პერიოდშიც და დღესაც იგივე მეთოდოლოგია მოქმედებს და ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული სტანდარტი. ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად აღიარებს იმას, რომ გაჭირვება მოსახლეობაში არსებობს, რომ სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის და არც ერთი მინისტრი და დაუშვათ არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი არ გონია რომ იყოს იმდენად უტიფარი, რომ აღიარებდეს, რომ დაუშვათ 360 ლარით 5 სულიანი ოჯახის რჩენა შესაძლებელია. ეს არის ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი და შესაბამისად ეს არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, იმას, რომ ამდენი ფული ეყოფა 5 სულიან ოჯახს. რაც შეეხება ზოგადად სიღარიბეს და სოციალურ ვითარებას ქვეყანაში, ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი სტატისტიკა, რომელიც პოზიტიური ტრენდით ხასიათდება, იგივე შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი, გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი და ასე შემდეგ. გაზრდილია დასაქმება, შემცირებულია სიღარიბე ანდრია. დასაქმება, ანუ უმუშევრობა დღეს საქართველოში არის ისტორიულ მინიმუმზე, სხვათა შორის ისეთივე მეთოდოლოგიით ითვლება უმუშევრობის სტატისტიკა, როგორიცაც ითვლებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს და ესეც მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული სტანდარტები არის და საქართველოში მოგონილი არც ერთი სტატისტიკის დაცვის მეთოდოლოგია არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რაც არსებობს საერთაშორისო სტანდარტი და საერთაშორისო მეთოდოლოგიები, ბუნებრივია საქართველოს სტატისტიკის სამსახურიც ამ მეთოდოლოგიით და ამ სტანდარტებით ხელმძღვანელობს და შესაბამისად ითვლება ნებისმიერი სტატისტიკური მატერიალი. დიდი მადლობა. ანუ თქვენ ამბობთ დაასრულეთ ძანეთ და მერე ლევანთან და ირაკლისთან და ესე და ზოგადად სიღარიბესთან დაკავშირებით თქვენ იცით რომ ასევე ისტორიულ მინიმუმზე არის სიღარიბის მაჩვენებელი 21.9% არის
ეს მაჩვენებელი იყო 2012 წელს 30%, ანუ დაახლოებით 8% არის. ისტორიულ მინიმუმამდე არის უმუშევრობა, ისტორიულ მინიმუმამდე არის სიღარიბე და მაშინ მე მაქვს ასეთი კითხვა, არა თქვენთან, მათთან, ზევით მყოფებთან. რატო გაუშვეს მაშინ სახში კვირიკაშვილი? ხალხი რო გაღარიბდაო რო აღმოვაჩინო. ამიტომ გაუშვით პრემიერ-მინისტრი თავის ეკონომიკური გუნდიანადო და ცოტა უცნაურია მაშინ. არაერთხელ მისაუბრია მათ შორის ამ ეთერშიც ის ყბადაღებული UNICEF-ის კვლევა, რომელიც შეეხებოდა სიღარიბეს, ნამდვილად არ მგონია რომ კვირიკაშვილის გადაყენების მიზეზი გახდა. ნუ ახსნა ასეთი. ხო, ნუ არ ვიცი მე ხა როგორც ის, მაგრამ იმ კვლევაში სხვათა შორის ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები წერია, მათ შორის ის რომ შემოსავლები გაიზარდა, ხარჯები შემცირდა და ასე შემდეგ და შემოსავლები გაიზარდა და ხარჯები შემცირდა, არ მესმის და ვერავინ ვერ ამიხსნის, როგორ გაიზარდა მაშინ სიღარიბე მოსახლეობა. დიდი მადლობა, გადავალ ისევ ლევანთან და ამ იმით წავიდეთ პრინციპით, რომ ყველამ თავის სათქმელი ბოლომდე თქვას. ლევან, თქვენ საკრებულოს წევრი ხართ, თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ? ანდრიამ ეხლა ხაზი გაუსვა ისტორიულ მინიმუმამდე დასულ სიღარიბეს, ისტორიულ მინიმუმამდე დასულ უმუშევრობას. არის ეს ასე? ხო, ნუ ეხლა მე მგონია რომ მართლა შეურაცხყოფელი ხა მაყურებელი ვინც გვიყურებს იმას უთხრათ ისტორიული მინიმუმზეა უმუშევრობა დასული მართლა სასაცილოა ხო ადამიანს უკიდურესად უჭირს და ამაზეც მათ შორის არაერთი სტატისტიკა მეტყველებს არ ვიცი რა სტატისტიკით ითვლიან და როგორ გამოთვალეს მათ შორის რომ 2.54 დღეში ეყოფ ადამიანს ეს ხო დათვალა საქსტატმა და აი რანაირად დათვალეს რა მეთოდოლოგია იყო მართლა არ ვიცი მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ 2.54 ჩინოვნიკს არ ყოფნის აი ერჭიქა წყალი რომ დალიოს მაგალითად ან რომელიმე ობიექტზე რომ შევიდეს და წყალში გადაიხადონ ბევრად უფრო მეც იხდიან შესაბამისად თუ ჩინოვნიკებს თუ თავრობა გვეუბნება და ხელისუფლება გვეუბნება რომ თითო ადამიანს 2.5 დღეში 2.54 ყოფნის მაშინ მუდმივად რატო ლაპარაკობთ იმაზე რომ ამ ადამიანებმა გაიზარდეს ანაზღაურება ხო აუდიტის დასკვნაც იყო ახლა მარტო ხაბეიშვილი კი არის ძაღლ აუდიტმა გამოაქვეყნა დასკვნა რომ მაგალითად თვითმმართველობებში 100%-ით 113%-ით გაიზარდა 2017 წელს მაღალი თანამდებობის პირებს მათ შორის მერის მოადგილების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების ანაზღაურება ხო თუ 2.54 ყოფნით ამ ადამიანებს ათუნდათ მაშინ 6000 ლარი ხო თვიდან თვემდე ან მაგალითად როცა სხვა სამსახურებს რო ქნიან დამატებით აი მაგალითად საპენსიო იმაში რა ქვია რაღაც კონკრეტულ დირექტორს დაუნიშნეს 15000 ლარი ანაზღაურება და ამ დროს ესეთი ხალხი რომელიც ჩვენ რაღაცა ნახევარ ტონა საწვავს ხარჯავს იქ რესტორნებში ჩვენ ხარჯზე დადის იქ 10000 ლარი ანაზღაურებას ღებულობენ მე გამოვლენ და გვეტყვიათ რომ თქვენ 2.54 გეყოფათ დღეში და ამით გამოიკვებეთ სტატისტიკამ დათვალა და კალორიებით ყოფნით თვიდან თვემდე 300 გრამ თუ რაღაცა ხორცს შეჭამდა და დამთავრებული ამბავია არ მოკვდებით ფშივრები და 2.54 გეყოფათ ყოველ შემთხვევაში ასე გვესაუბრებიან და ხა პატიციონმა თქვა რომ ესო ხელისუფლება როგორ გაკადრიერდებაო მაგას როგორ იკადრებსო არც ამბობენო მაგასო რომ ქვეყანაშიო გაჭირვება არ არისო მაგასო ვინ წვისო ან 2.54 საკმარისია რა ვიცი მე პირიქით მსმენია მაგალითად იგივე ბიძინა ივანიშვილი რომელიც ამბობს რომ იცით რა თუ რუსთავიორს ანუ ტელეკომპანია რუსთავიორს გამორთავთ ყველაფერი კარგად არის და ქვეყანაში არც ისე ცუდი რეალობა ამას არა მარტო ბიძინა ივანიშვილი არამედ აი მე ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და თქვა რომ ყველაფერიო კარგად არისო და უბრალოდ გონია თუ ადამიანს აღქმა აქვს რომ უჭირსო და არა და ამ დროს ყველაფერი კარგად არის და რა მოგიწოდებთ ეხლა მაყურებლებს ვინც გვიყურებთ რა გამოუაგეთ მაცივარ და შეამოწმეთ თქვენი აღქმები რამდენად ადეკვატური ხართ აღქმაში რომ გიჭირთ შეიხედეთ მაცივარში მადლობა ირაკლი რა სიტყვით თქვენ აი ეხლა სიღარიბე რომელზეც ვსაუბრობთ რაც არ უნდა ჩვენ ეხლა რაღაც სტატისტიკით პროცენტებით ვილაპარაკო და ალბათ მოგვიწევს დღეს ამაზე საუბარი ამის მიღმა არის ერთი რეალობა პოლიტიკური გუნდი რომელიც მოდის ხელისუფლებაში და პირდება ხალხს გაიაფებულ ცხოვრებას მეც სამუშაო ადგილს განახევრებულ ტარიფებს მე 7 წლის თავზე ვლაპარაკობ სიღარიბეზე იმაზე რომ ყოველი მეხუთე ბავშვი ქვეყანაში არის შიმშილის ზღვარზე რა მიიღო ხალხმა რასაც პირდებოდნენ იქიდან მოგესალმებით მაყურებელს პირველ რიგში აღნიშნავ რომ პირველად თორ სიტუაციაში როდესაც უგრძნობ რომ არ არის ეს ის თემა, რაზეც მე რასაც თulis რეალობა რო ვისაუბრო, იყო ჩემთვის მომგებიანი, იმიტომ რომ ნამდვილად ოპოზიციური მხარე არის საკმაოდ მათთვის მომგებიან პოზიციაში, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვხედავთ ამ ქვეყნის შვილები ვართ, რომ საზოგადოებას უჭირს. მაგრამ მე ცოტა სხვანაირად შევხედავ ამ ყველაფერს, რომ საზოგადოებას უჭირს, ამას არავინ არ უარყოფს, გალბატონინგა, მაგრამ აქ არის საუბარი საზოგადოება უფრო გაღარიბდა თუ არა. მე ვთვლი რომ საზოგადოება უფრო არ გაღარიბდა, მაგრამ მოლოდინი იყო რომ საზოგადოება იგრძნობდა ბევრად უფრო უკეთესად თავიანთ მომავალს, თავიანთ დღევანდელ დღეს. ეს სამწუხაროდ ბევრის ოჯახში ვერ აღიქვა, მაგრამ ამას აქვს რაღაც ობიექტური მიზეზები, თუნდაც ის რომ უბრალოდ გავაგრძელებ იმით რომ თქვენ რა ხომ ძალიან სტატისტიკა მე დავაკვირდი რომ
მე ყოველთვის ვთვლი, რომ ადამიანების გასაგებ ენაზე ვისაუბრო და სტატისტიკები და ციფრები რომ მოვიყვანო, რომელიც მართლა ჩემთვის მომგებიანი იქნება, მე ხა და ვიტყვი რომ ბევრად უკეთეს მდგომარეობა, ამას მოსახლეობა ვერ გაიგებს და ისიც ვიტყვი, რასაც იფიქრებენ, მაგრამ მე გეტყვით რეალურ მდგომარეობას, თუნდაც ბევრს უთქვამს, რომ სამუშაო ადგილები თქვა გაიზარდა თუ არა. ისტორიული მინიმუმი რაც ბრძანა ჩემო მეგობარო, მან ისტორიული მინიმუმში გულისხმობა, რომ აი ასეთი უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი ჯერ არ ყოფილა და არა თქვა ის რომ ჩვენ გვაქვს უკეთესი მდგომარეობა, უბრალოდ მას არ მიეც საშუალება ამას პასუხს გაცემა და მართლაც ჯერ თუ არ ყოფილა ესეთი რამ და თუ ისტორიული მინიმუმია, ესე იგი გამოდის რომ ქალბატონინგა, მოდი გადასარევად ყოფილა. არა, რას ლაპარაკობ, გადასარევად ნამდვილად არ გვაქვს. წინაწლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა, გადასარევად წინაწლებთან შედარებით უკეთესი. მოდი ვიტყვით ისე რომ ძალიან ცოტა ხნის წინ ჩვენ არაერთი ოპოზიციური ფრთიდან გვინახავს პრეტენზია ხელისუფლების მიმართულებით რომ შტატები გაზარდეს და ხელისუფლების მიმართულებით ის რომ ყველგან სამინისტროს წარმომადგენლებმა შექმნეს SSIP, შექმნეს შპს და ასე შემდეგ გაიზარდა შტატი. ამასთანავე, როდესაც გამოდიხარ ერთ თვეში და იძახი რომ სამუშაო ადგილების შემცირდა, ეს ორი ერთმანეთს უკვე რაღაცნაირად გამომრიცხავი მიდგომა და ოპონენტები გისხედან, ამიტომ მე არ მივცემ თავს. ვიცი, არა, ბუნებრივია გამცემენ ოპონენტები გამცემენ, მე პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ბატონ ლევონეს, რომ რაღაც ამ ბოლო დროს ყოველთვის ცდილობს რომ ადამიანს ბოლომდე დაამთავრებინოს, იმიტომ რომ მეც ყოველთვის დავამთავრებინე მას აზრს. აქედან გამომდინარე, მოკლედ ჩავერთო. იმდენად პირობითად ვამბობ რა, მე როგორც პოლიტიკოსმა, საერთოდ თქვენ ორმა ისაუბრეთ საერთოდ არ ვლაპარაკებ. მართლა გებიანია თქვენ. კი, ესაუბრეთ მოქალაქეებს, ესაუბრეთ როგორც წყინვალებს ცხოვრობ, დედას გეფიცებ და ხმას არ ამოვიდა. არა, მე არასოდეს რაზე უნდა გედებატოთ? არა, მე არასოდეს არ მითქვა. ისაუბრეთ თქვენ, მე არ ჩაიჭრებით ნამდვილად. იმდენად მე თვითონ ვარ საუბრობთ, რომ ფანტასტიკურად ხსნით ხელისუფლების იმას დამოკიდებულებას მოკლედ. კარგი, მოდით ლევანთან გადავალ. დაასრულეთ, ბატონო, ბრძანეთ. ნამდვილად არასოდეს არ ვიკადრებ იმის თქმას, რომ ჩემ ამ ქვეყანაში ახალ ცხოვრობ, მე თვითონ დავდივარ მოსახლეობას ხვდები და ვიცი ვის როგორ უჭის, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია თქვა და მე თქვენ რა ვიცი შეგიძლიათ მე წამოყვები და მანახეთ ადამიანები უფრო უარესად ვინც ცხოვრობს იმაზეა მიდგომა მისგომაზეა და არა მოიმატა თუ მოიკლო ფასემა მოიმატა ზოგზე. კი, კარგი. პირველადი მოხმარების საგნებზე, ან პროდუქტებზე ფასმა მოიმატა თუ მოიკლო? მედიკამენტზე გაქცე, მედიკამენტზე ფასმა მოიმატა სამაგიეროდ, გეტყვით, სამაგიეროდ. აი ორი უკიდურესობა ადამიანი თუ არ გინდა არ მიპასუხე. არა, გეტყვით. არა, ორი უკიდურესობა. მოიმატა თუ მოიკლო? ბატონო ლევან, ორი უკიდურესობა. ადამიანი, როდესაც მიდიხარ საავადმყოფოში და გიჯდება 1000 ლარი და იყიდე 200 ლარს. აქედან გამომდინარე 1000 ლარს აღარ იხდის. აი, გავიგე. ამიტომ ერთიანობაში ადამიანისთვის ჯანმრთელობის პროდუქტმა მოიმატა თუ მოიკლო? აი პირველად მოხმარების პროდუქტები ადამიანი რასაც ყიდულობენ ზოგზე ალბათ კი კომუნალურები გაიზარდა თუ მოიკლო კომუნალურები არ გაზრდილა კომუნალურები არ გაზრდილა იგივე დარჩა გაიზარდა ანუ არც ელექტროენერგიას არ დამატებია არაფერი არც ბუნებრივ აირს არ დამატებია და არაფერს ესე თვლით არ გინახავთ და არ გაიგიათ რომ ტარიფი უფრო მაგალია ბუნებრივ აირს ვიდრე იყო ანუ ნახეთ რა ერთის მხრივ ამტკიცებთ აბსოლუტურად მესმის ერთის მხრივ ამტკიცებთ რომ უფრო კარგი სიტუაცია მეორე მხრივ ამბობთ მედიკამენტებმა მოიტანა იმათმა ხელფასება მოიმატა ანუ კონკრეტული ადამიანი პედაგოგების ხელფასმა მოიმატა გეტყვით რა კი მოიმატა რა თქმა უნდა მოიმატა და კიდევ მოიმატა. კარგი, უპასუხე და გადავდივარ ლევან სამშიასთან. რა მოიმატა ხოლმე? ლარიდან არის 1202 ლარი. ისა 1202 ლარი, რას მეუბნები? სამასწავლებლებს რას მელაპარაკები? ეხლა როგორც საქსტატი თulis, ისა თუ დათვალე შენ რომ საქართველოს შემოსავალი არის 1200 ლარი ამ ქვეყანაში. უკაცრავად ეხლა რა. რა ბოდიშ სიხდი კაცო ეხლა მართლა. ლევან მოусმინოთ და ლევან სამუშიასთან არის ასეთი რაღაცები, როდესაც ვსაუბრობ სიღარიბეზე, როდესაც ვსაუბრობ ეკონომიკაზე, როდესაც ვსაუბრობ ასეთ თემებზე საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რიცხვებში, ვისაუბროთ კონკრეტულ მაჩვენებლებში და შესაბამისად ამის ფონზე გავაკეთოთ რაღაც რიცხვები და ციფრები ანდრია არა დავასრულე უნდა ისახოს ხალხზე რომელსაც ეუბნებია რომ მიგრაციასაც რომელსაც ეუბნებია რომ კონდოსტო თვეში კილო და 200 გრამი უნდა ეხოს და მაწონი შვიდა დავასრულებ რა ერთი კარგი დავასრულებინოთ ანდრიას და გადმოვიდეთ აღარ ჩაგერთვებით ანუ აქ საუბარი იმაზე არ არის რომ საქართველოში არის ყველაფერი კარგად და უნაკლოდ მიდის პროცესები. ანუ აქ საუბარი არის იმაზე, როდესაც ზოგადად სტატისტიკაზე მიდის ხოლმე საუბარი. უარესდება თუ უმჯობესდება ვითარება. ანუ ამაზე არის ლაპარაკი. ანუ ნებისმიერი სტატისტიკა, რომელიც არსებობს, ამ სტატისტიკების მიხედვით თუ ვიმშელებთ და თუ ჩვენ დაუჯერებთ სტატისტიკის სამსახურს, მაშინ შესაბამისად უმჯობესდება ვითარება. რატო უჯერებთ? ანუ ეგ სხვა განხილვა არის. რაც შეეხება ხელფასებს, 780 ლარი იყო 2012 წელს ხელფასები, შესაბამისად დღეს არის 1202 ლარი საშუალო ხელფასი საქართველოში. ანუ ეს არის ისეთი ფაქტები და ისეთი მაჩვენებლები, რომლის უგულობელყოფას და ამაზე თვალის დახუჭვა გამორიცხულია. დიდი მადლობა. გადავალ მოდი თქვენი ნებართვით ლევან სამუშიასთან. ლევან, რა სიტყვით თქვენ?
თქვენ იმ გუნდის წევრი ხართ, რომელიც სწორედ ქართულ ოცნებასთან ერთად მოვიდა 2012 წელს ხელისუფლებაში იმ დაპირებებით. და საღაც წელიწადსა და 4 თვეში როგორც კი შევატყვეთ, რაც ხდებოდა, დავტოვეთ და წავედით ოპოზიციაში. თანამდებობებით რა ხდებოდა? საერთოდ საერთოდ მიექანებოდა ქვეყანა. ეს იქით იყოს. ახლა მთავარი რა არის? მოკლედ ახლა სტატისტიკაზე ვსაუბრობ და მე ვერ გამიგია სტატისტიკით უნდა იყვებონ მოქალაქეებმა, ჰინგა. მოქალაქეებმა ხო კარგად იციან როგორ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები. სტატისტიკაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი და ლევან მურუსიძე ერთად, როდესაც გვეუბნებიან რომ სტატისტიკით თურმე ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ვართ სასამართლოში, მაგრამ სადა ვართ ევროპაში, კი არა, საერთოდ აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებს თუ შევედრებით, ისეთი სიტუაცია და მურუსიძიზაცია მოხდა. აი ეს არის სტატისტიკა, ხოლო რეალობა სხვა რაღაცაა, ჩემო ბატონები. სოფლები არის დაცლილი. როდესაც ევროპას ვედარებით და ვამბობთ რომ ისკივე ივანიშვილის სიტყვას მოვიშვერია. ევროპის მასშტაბით თუმე გარღვევა მოგვიხდენია ეკონომიკური, ასე ვთქვათ, წინსვლით და ცხოვრების დონის ამაღლებით, ხო? როდესაც ივანიშვილი საუბრობს. მიდით ქუთაისის აეროპორტში, მეგობრები. სად გარბის ეს ხალხი? რამდენი მიდის და რამდენი ბრუნდება უკან? ეშინიათ აქ ისეთი განვითარების დონეა, რომ ვერ გაუძლებენ? სად რატომ მიდიან ევროპაში შავმუშებად, რატომ მიდიან? პოლონეთის სავსეა ქართველები. სოფლები დაცლილია. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს სოფელთან. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. 5 წლის უკან, როდესაც მყარად იდგა სოფელი ფეხზე, ის სოფელი დღეს დაცლილია. ახალგაზრდას ვერ ნახავ, შრომის უნარიას ვერ ნახავ სოფელში. ვინ უნდა შექმნას ჩვენ ქვეყანაში დოლარი? ამაზეა სოფლები იყო სავსე და მე გაჩვენებ სოფლებს, სტატისტიკურადაც ჩავიდეთ, თუ გინდათ, 5 წლის უკან რო სოფელი იყო, ცოცხლობდა დღეს, სოფლები დაიშალა. აბაშის რაიონზე გეუნებით, თუნდაც რომელიც მიწაზე იყვნენ, მარბის თემით დამაგრებული. მთელი სოფლები წასულია, სამეგრელოში უკიდურესი გაჭირვება. რატომ ხდება ესა? აი რატომ ხდება? ამაზე არ ვსაუბრობ, სტატისტიკა უნდა ვაჩვენო. თქვენზე არა მაქვს საუბარი. მე მინდა ქართულ ოცნებას და ივანიშვილს მიმართოთ სტატისტიკებით რო საუბრობი. სტატისტიკა კი არა, ხალხი არის უკიდურეს გაჭირვებაში. როდესაც საუბარია, ისა რა ქვია, ბიზნესის განვითარებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, რომელიც საერთაშორისო ინვესტორის შემოა საქართველოში, როდესაც საერთაშორისო მასშტაბის, პირდაპირ გეუბნებით, საერთაშორისო მასშტაბის ანაკლიის სპორტს პირდაპირ შეუქმნეს, ანაკლიის მშენებლობას პირდაპირ შეუქმნეს საფრთხე. ეს რა ბიძინა ივანიშვილი 70 მილიონს აძლევს. რა ბიძინა ივანიშვილი აძლევს? ბიძინა ივანიშვილი რისი მიმცემია 70 მილიონის? რა ერთი წუთი დამასრულები და შევიდე დებატებში. არა, მაშინ უარყოფს ამუკა ხაზარაძე 70 მილიონის თემა. ჩვენ არც დადასტურება შეგვიძლია და არც მილიონს კი არა აძლევდა ერთი წუთი 70 მილიონს კი არ მარძლევდა ბიძინა ივანიშვილი თავის ოთახში სასამართლოებს მართავდა. კვაზი სასამართლოებს მართავდა. როდესაც მან განაცხადა რომ აქეთ ისა რა ქვია ხაზარაძე დავსვი და აქეთ ჩხატიშვილი გავსვი 100-0 მოუგო. ამ სახელმწიფოში უნდა ვისაუბრო ჩვენ. როდესაც მოსამართლე არის. ანუ ეს ფაქტორი არა. ამ ქვეყანაში უნდა ვისაუბრო. როდესაც ერთი წუთი დამასრულებია და არა, მაშინ მომმართავ მე და მაშინ მომმართავ. ივანიშვილს მიმართავდა. და მე გაგცნობ თქვენ ივანიშვილში გულისხმობთ თქვენ დღეს მე ქართულ ოცნებას მიმართავ. თქვენთან არა მაქვს საუბარი. ახლა ერთი წუთი. როდესაც ქვეყანაში არის ერთი მოსამართლე, ერთი პროკურორი, ერთი აგრონომი, ერთი ბიზნესმენი, ერთი ყველაფერი. აი ამიტომ არის ამ ქვეყანაში უბედურება. დღეს ჩვენ ქვეყანაში არის კვაზი მონარქია. უბრალოდ ბაგრატიონი რო კონდეს ივანიშვილს, გვას გეფიცები დარწმუნებული ვარ, რომ მონარქია შემოიღებდა. ქვეყანაში სადაც სასამართლო არ არსებობს, სადაც გვეუბნებიან, რომ ჯალათი მურუსიძე პირდაპირ გეუბნებით, რომელიც ევროპის სასამართლომ თქვა, ჯალათი მურუსიძე არის გმირი და ვინც ეს საქმე მოიტანა, ის არის ანტიგმირი. შალვა შავგულიძე არის ანტიგმირი. აი ამ რეალობაში ვცხოვრობ. ამის შემდეგ ახლა ის ცნობილი სიტყვები, ახლა რაც მოვიყვანე, მურუსიძე შავგულიძესთან დაკავშირებით, არაფერი არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ეს ხალხი ყველაფერს იკადრებს და თავარი რა არის, იცი? ადამიანს გონია რომ ჩვენ ვართ სულელები. ჩვენი ქართლის მოსახლეობა ყველაფერს დაიჯერებს აბსოლუტურად ის რასაც იტყვის. ესეთი დაბალი წარმოდგენა აქვს ამ ხალხს. სტატისტიკები, მე კარგად ვიცი, ჩემო ბატონო, სტატისტიკა მე კარგად ვიცი, სტატისტიკა სასამართლოსთან მიმართებაში, როდესაც ამაყობენ სასამართლოსთან მიმართებაში, რა თუნდა, ახლა ორლან ნახევარიაზეა საუბარი. აი ორლან ნახევარით მითხარით ადამიანმა, ორლან ნახევარით, ხო 3 ლარი იყოს თუნდაც. ამ თული თავს გაჭირებულად ამ სიტუაციასთან შედარებით, მაგრამ ჩავხედოთ ადამიანებს თვალებში და უთხრათ, ქართულ ოცნებას ვეუბნები. 2 ლარ ნახევარით ადამიანმა უნდა გამოყვებოს ოჯახი, შვილებს აჭამოს და გაზარდოს მომავალი. ხო, რაზეა? უნდა მივცე ხა სიტყვა აქეთ ამ მხარეს, ანდრია ივანიშვილის და შემდეგ რამოდენიმე საკითხს მინდა ნებისმიერ სამ სადავარ გაცეპა. რამოდენიმე საკითხს მინდა უპასუხო.
ჯერეთ ის რომ დაუშვათ 5 წლის წინ თურმე სოფლები ყვაოდა და კი არ ყვაოდა, დაცლილი არ იყო, არასდროს არ ყვაოდა. არ მithქვია, დაცლილი არ იყო. დაცლილი არ იყო, ანუ ესე იგი ხალხი ცხოვრობდა სოფლებში და შესაბამისად იქ თურმე ეკონომიკური სიტუაცია იყო კარგი და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივია, ჯერეთ რითი მტკიცდება არ ვიცი. ანდრია, ბოდიში, იუნისეფმა რატო თქვა რომ შიმშილით კვდებიან ბავშვები? არა, იუნისეფმა ისიც თქვა რომ შემოსავლები გაიზარდაო. იუნისეფმა ისიც თქვა რომ შემოსავლები გაიზარდაო. ბოდიში დავასრულებ და შეიძლება დავასრულებ და 3 წლის წინ ტონობით ხის ვაბარებდნენ 6 ლარად. ეხლა გირს 20 ეხება. შენი აზრით არ არის ეს არგუმენტი რატო იცოდი? რეჟიმი რომ ყველას ანაკლის სპორტთან დაკავშირებით მინდა მოკლედ გამოვიხმაურო რომ თურმე ხელისუფლებამ ხელი შეუშალა იმ პროექტს რომელშიც თავად ახორციელებს ინვესტიციებს და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა აქ არც ერთს არ შეგვიძლია აქ მყოფ ადამიანებს ან დავადასტუროთ ან უარყოთ ბიზინა ივანიშვილის მენათქვამი სწორედ 70 მილიონის თემა რომელსაც მამუკა ხაზარაძეს აძლევდა მისი თქმით იმისათვის რომ თუ არ შეგვიძლია არც უარყოფ არ არა ეს შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს ეს შეუძლია მამუკა ხაზარაძეს რას დადასტურებულია რომ საქმეს არიძიებენ კიბერთავდასხმა მოხდა აი ამაზე მელაპარაკე კიბერთავდასხმა აი ამაზე ვისაუბრებ არა მე არ მასრულებად არ მასრულები არა არ შეგვიძლია მეუნე არა რა არ შეგიძლიათ კაცო დამასრულებინეთ მე კიბერდანაშაულზეც გადავიდეთ და რა გინდა გადავიდეთ ახლა თქვენ თქვით შემდეგი რომ ხელს უშლის ბიზინა ივანიშვილი და ხელისუფლება ანაკლის სპორტის მშენებლობას რითი დასტურდება ეს ამაზე ვისაუბროთ ჩვენ გვაქვს მოცემულობა დღეს საჯარო სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია რომ ბიზინა ივანიშვილი პირადად აძლევდა ჩუქნიდა 70 მილიონს მამუკა ხაზარაძეს ანაკლის სპორტის განვითარებისთვის და ამისი უარყოფა შეუძლია ერთ ადამიანს რაც არის მტკიცებულებას გეტყვით გინდა ანუ თქვენ იქ შინაარს ესწრებოდით ორ ადამიანს შორის დავანებოთ მაშინ სახელებს და გვარებს დავანებოთ ბიზინა ივანიშვილის მტკიცებულებას არ აქვს იმას რატომ იმტკიცებ ჩვენ შეგვიძლია ინტერვიუსეთ რა შეყავდა მილიარდებზე ლაპარაკობ და მილიონერზე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკო ანაკლიაზე ლაპარაკობ რა ივანიშვილი რა ხაზარაძეზე რა ვიმსჯელოთ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საჯარო სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია აქედან გამომდინარე ანაკლის სპორტს ხელს უშლიდნენ ამისი დადასტურება არ არის ერთი რაღაც გაწკბერინეთ მამუკა ხაზარაძეს მინდა მიუმართო ბევრჯერ ვთხოვეთ ინტერვიუ ბევრჯერ შეუთვალეთ ბევრჯერ შევთავაზეთ პირდაპირ ეთერი და ბატონო მამუკა იქნებ დაგვთანხმდეთ ჩვენც ინტერვიუზე მოვისმინეთ თქვენი ინტერვიუ რუსთავიორით რომელიც Forbes მიეცით Forbes-ის კვირას მაგრამ ჩვენც გვაქვს შეკითხვები და იქნებ დაგვთანხმდეთ ინტერვიუზე მაგრამ მინდა პასუხის გასაცემა და არა ეს ირაკლის უნდა მიეცეთ დასურდებაო რომ მეუბნებით იმაზე გეუბნებით ვითი და ორ წუთში ერთ წამში ვიტყვი რა ვითი დასურდება პირდაპირ გეუბნებით როდესაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა სასამართლოში დაკითხვისას რომ ეს ინფორმაცია არ გავიდესო რეცი ოქმიც არსებობდა პროკურატურამ განზრახ გამოვიდა და საუბრობს საერთაშორისო აქტორების გასაგონად რომ თურმე თანხის გათეთრებასთან არის კავშირი პირდაპირ მიზან მიმართული პოლიტიკური ინსტრუმენტი არის მადლობა ლევან აი ამაზე თავად ანდრია გადაასრულოს და ლევან თქვა წეღან ხალხზე ვლაპარაკობთო რა დროს მილიონებიაო და ეხა ჩამიგდეს ერთ-ერთი ეხა ვინც გვიყურებს მაყურებელი მისი წერილი და ამ წერილით გადმოვალ მე თქვენთან თქვენ ორთან ანდრია რომ დაასრულებს გისმენთ ხო ანუ ისო გაჭირვებაზე და დაუშვათ ისე მოსახლეობის მდგომარეობაზე რომ ვილაპარაკოთ სტატისტიკებით საუბარი ამ ადამიანებს არ მოსწონდა სტატისტიკით ბუნებრივია ვერავინ ვერ გამოიკვებება სტატისტიკით ამას არავინ არ ამბობს არა ლევანმა თქვა შეზე არ ვაპარაკობ მაგაზე გეუბნებით და შესაბამისად ეხა ის განცხადებები რომ სტატისტიკის მოსმენა არ გვინდა რიცხვების მოსმენა არ გვინდა კონკრეტული მაჩვენებლების მოსმენა არ გვინდა და რაღაცა მსგავსი რაღაცები ანუ ჩვენ ვართ ანალიტიკოსები ჩვენ საექსპერტო წრეებს შეგვიძლია მხოლოდ ერთი რაღაცით ვილაპარაკოთ რომ ვნახოთ კონკრეტული მაჩვენებლები და ამის შესახებ გავაკეთოთ შემდგომ ანალიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა ვთქვა როდესაც გაჭირვებაზე არის საუბარი ამას სხვათა შორის სამწუხაროდ არავინ არ ამბობს დავანებოთ ამ სიღარიბის მაჩვენებელს თავი დავანებოთ ამ ისტორიულ მინიმუმებს და ასე შემდეგ თავი და ვნახოთ დეპოზიტების მაჩვენებელი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ინდიკატორი ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ხოდის ვიხდი სტანდარტზე აღარ არის საუბარი ასე სტატისტიკას ვამბობ და ის არ გვინდა იმის მოსმენაო და ყველაზე მნიშვნელოვანი
2015 წლის მონაცემებით იყო საქართველოში მხოლოდ შინამეურნეობების ხასუსო იურიდიული პირების გარეშე დეპოზიტები იყო 7 მილიარდ 200 მილიონი, დღეს საქართველოში დეპოზიტების რაოდენობა არის 12 მილიარდ ნახევარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში არის ის, რომ 350.000 ხელშეკრულება იყო დეპოზიტების, რომელიც 450.000-მდე ავიდა, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი საქართველოში ახერხებს დაზოგვას და დეპოზიტზე თანხის განთავსებას, ვიდრე ამას ახერხებდნენ ადრე. გითხოთ ერთი წერილი, აი ახლა ადამიანი ზის ტელევიზორთან გვიყურებს და მისი წერილია, მოგესალმებით, არ ვიცი ვის მივმართო, ამიტომ გწერთ 2 წუთის წინ მივიღე. ვარ დევნილი სოციალურად დაუცველი, 100 ქულით ლიბერთი ბანკში მერიცხება შემწეობა. 2 სულზე მაქვს აღებული ავანსი ბანკიდან, ამიტომ ყოველ თვე თანხის ნაწილს ბანკი მაჭრიდა მარტის თვეში. ბანკმა გამომიცხადა, რომ პირობები შეიცვალა და თანხა სულ ჩამომაჭრა. სახლში უკაპიკო წამოვედი, ეს ჩემი ერთადერთი შემოსავალია. ამიხსნეს, რომ სანამ ვალს არ დავფარავ, თანხას ვერ ავიღებ და ეს გაგრძელდება 6 თვე. იქნებ მირჩიოს ვინმემ, როგორ ვიცხოვრო და როგორ ვარჩინო. ჩემი 16 წლის გოგონა, იმედია ანონიმურობა დაცული იქნება. ანონიმურობა რა თქმა უნდა იქნება დაცული, მაგრამ ეს არის რეალური ადამიანების, რეალური პრობლემები. გაძლევთ სიტყვას ირაკლი და შემდეგ ლევან ხაბეიშვილთან გადავიდეთ. სამწუხაროდ თქვენ რაც ძალიან რაც წაიკითხეთ ეგეთი ადამიანები როგორ მოვიქცეთ ჩვენო გაჭირვებული ადამიანებიო უმუშევარი ადამიანები და სოციალურად დაუცველი ადამიანები ბევრი ყავს ამ ქვეყანას. კაბადონინგა თული ეხლა გავცე მე პასუხი ადამიანი რომელიც არა ვარ თანამდებობის პირ რომელიც არა ვარ ჩინოვნიკი და რომელსაც გვერდით ირგვლივ ნათესავი თუ მეგობარი თუ ახლობელი და არც ჩემი ოჯახი არის დიდარი ოჯახი გვაქვს პრობლემები. აქედან გამომდინარე მე უბრალოდ შემეძლია ვთქვა რომ ძალიან გული ტკივა რა თქვენ წაიკითხეთ და ღმერთმა ქნას რომ გამოსწორდეს ალბათ შეისწავლიან მაგ ადამიანზე როგორდანაირად მოხდა და ის რომ რეგულაციები მიიღეს ახლა ხელისუფლება მე თავიდან პირველი პროექტი ოდესაც იყო მაშინ მართლაც ვემხრობოდი და ჩემთვის იყო მისაღები შემდეგ რაღაცები ჩაამატეს რომელმაც მართლაც ჩვენ მიგვიყვანა ძალიან ძიმე მდგომარეობამდე მაგრამ ამას დავამატებ ერთი სათქმელად როგორ არის ჩვენ ალბათ ყველას კარგად მოიხსენება რახან საუბრობთ ხალხზე რომ რამოდენიმე წლის წინ არ მიყვარს იმ 9 წელზე საუბარი მოსახლეობაში მართლაც უფრო მეტი ფული ტრიალებდა მაგრამ ეს არ იყო ჩვენი შემოსავალი ეს იყო ჩვენი ვალები ანუ რას გვილუსხო ნებისმიერი ადამიანი რომ მივიდოდეთ ბანკში ძალიან გახარებულები სააკაშვილის პერიოდში არ მიყვარს იმ პერიოდის გახსენება კი ბატონო ეს დავარ ვქოთ იმ რეჟიმის დროს ნებისმიერი ადამიანი როდესაც მივიდოდეთ ბანკში ბატონო ლევან იცინს მაგრამ დამეთანხმება ჩვენ შეგვეძლო და იქ მუშაობდი კაცო და იმიტომ გამეცინე კი როგორ რეჟიმი 2006-ში კი ბატონო იქ მუშაობდა მე მუშაობდა რეჟიმთან მუშაობდა 2006-ში რა უკრა ეხლა მე რა თქვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მე იგა ხო ხედავ ბოლოს როგორ ხდება ხოლმე ხო რეჟიმიო იძახის კაცი მუშაობდა ბატონო 2006-ში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არა მარტო მე ირაკლი ალასანიაც იყო მაგ პერიოდში მაგ და ბევრი სხვა ადამიანები აქედან გამომდინარე 2006-ში დიახ გიორგი ფერტავაშვილი კომისიაში ვარ ყოფილიყარ კი ეს ყავდებოდა არჩევნები მე არ მქონა შეხა მე არა ყავდებოდა არჩევნები საფინანსოში მე ვიცი რომ ყავდებოდა არა ყავდებოდა არ ვიცი ვერ გიგ მე საფინანსოში მქონა შეხება კარგით ირაკლის დავასრულებდი მე არჩევნებთან დაკავშირებით ამიტომ რეჟიმი მე ვარ ფინანსისტი აქედან გამომდინარე მე გეცი ფულს იპარავდა არ არის ეხა მანდამაჩი შენი ფიშკა არ არის ეგ წარსულზე რეჟიმიო რო იძახი ჩემი ფიშკა იმიტომ რომ მაშინ მე ვიქნებოდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი დიდი ხანი აქედან გამომდინარე გავაგრძელებ იმას რომ შემოწყვეტინე ხა ლევანი ამაში პროფესიონალია რო შეგვაწყვეტინე ლევან ვაცი ეს კაცი რო იყო იქ აი მართლა გულწოლად ვამბობ კარგით დავასრულებინოთ ირაკლის გისმენთ ირაკლის ლევან ხო ხედა არ ყვევი და არც მოგაყენებ შეურაცხყოფას დიახ და ის რომ ადამიანებს ბუნებრივია გამიწლა ხა აზრი უჭირთ ძალიან ბევრს და ჩვენ გვახსოვს რომ იმ პერიოდში გავიმეორებ ისე როდესაც იყო ის რეჟიმი ბანკში როდესაც ნებისმიერი ადამიანი მიდიოდა მაშინ ჩვენ მქონდა შემოსავალი მაგრამ მე მაგალითად ეხლაც მაქვს TBS-ის ვალი მაშინდელი ნაწილობრივი იმიტომ რომ შემდეგ მოხდა მასი გადანაწილება ისე სასამართლოდ რომ ეხლაც ვიხდი მაგვარს რომ მაშინ მქონდა ყველა შემოსავალი მაგრამ ეს თანხები დღესდღეობითაც დარჩენილია იმ თანხებით იმ ვალებით რომელიც მქონდა სამწუხარო რეალობა არის ის რომ დღესაც ჩვენ
მოსახლეობაში დარჩენილია ისევის გაჭირვება, რომელიც მაგ პერიოდში იყო, მაგრამ ამ მოსახლეობას აღარ შეუძლია აიღოს ვალი და ამ ვალით იცხოვროს ყოველდღიურად. აქედან გამომდინარე, როდესაც ვალს ვეღარ გაძლევს ბანკებმა ახალი რეგულაციებით, უკვე იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ადამიანს მართლა უკიდურესად გაჭირვების შედეგად როდესაც და რაღაც ოდნავ შემოსავალი, იმითაც კი ვერ იღებს საარსებო მინიმუმს, რომელიც მე ვთვლი არის ძალიან დიდი შეცდომა ამ ხელისუფლებას და ალბათ წესით გადახედა. მე მოვისმინე ეკონომიკის მინისტრიანს განცხადება. მოგეწონათ ეკონომიკის მინისტრის. რომელმაც თქვა რომ არა ალბათონე ამ საკითხთან დაკავშირებით რომელმაც ბრძანა რომ ჩვენ ამ საკითხს გადავხედავთო. ის რომ არის 2 და 40 მე არ ვიცნობ მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ საზოგადოების მხრიდან ჭკვიანი კაცია, მაგრამ მან აშკარად არ იცის იმ ქვეყნის მოსახლეობის ენა, რომელი ქვეყნის მინისტრიც არის. აშკარად არ იცის. ცხოვრების დონე და რა უჭირს ხალხს ეს არის ის 2 და 40-ზე მინდა ვთქვა რომ ატომგაც აღიქვება რომ საზოგადოების ადვილი სათქმელია ოპოზიციის მხრიდან და 2 და 40-ს როგორ იცხოვრ პირდაპირ ვერ ვიცხოვრობ არ არსებობს 2 და 40-ს ერთმა ადამიანმა იცხოვრს აი არ არსებობს ეგეთი რაღაცა მაგრამ ამას დავამატებ არა სტატისტიკის დაცვა ნამდვილად არ მინდა მაგრამ ჩვენ რასაც უყურებთ ეხლა დამეთახვებია ყველა ალბათ ვინც არსებობს თუ კანონმორჩილი ადამიანები და რაღაც მეთოდологს ვიყავით სამწუხარო რეალობა არის ის რომ ეს დათვლა მოხდა მართლაც იმ მეთოდოლოგიით რომელიც სტატისტიკას არაფერ არ გაუყალბებია არის ეხლა 2020-ში მიღებული მეთოდოლოგიით არის დამტკიცებული ისე რომ რეალურად სტატისტიკა ამ ქვეყანაში ის რომ რეალურად 2 და 40-ში ვერ ვიცხოვრებ გეუბნებით არ არსებობს ეგეთი რაღაცა პირდაპირ გეუბნებით მაგას ნუ დავეყნობით ხო მაგ სტატისტიკას არ მუშაობს მე კი მოდით ეხლა ლევან მეთოდოლოგია შევცვალოთ მაშინ ლევან მაშინ მოვითხოვ მეთოდოლოგიის შეცვლა პოლიტიკაზე სტატისტიკის გარეშე როგორ უნდა ისაუბროს ეს რა ქვია ხო და არაადეკვატურია ხო და მაშინ გასაკეთებელია სხვა რაღაცა ხარეს ვარ ამ შემთხვევაში ანალიტიკოსებისთვის მithometes და ექსპერტებისთვის ციფრები არ გამოდის და როდესაც რეალობას არ ასახავს რეალობა უნდა ასახოს იმ სტატისტიკამ ამაზეა ლევან მოდით ლევან ხაბეიშვილს მოусმინო და შემდეგ ერთ კითხვას დავსვამ კიდევ თქვენთან კონკრეტულად მოკლედ გაუკვირდათ რომ რატო დაიცალაო სოფლებიო ხა რა უნდა რა მოვიცრო ხა სოფლებში ყვაო და იქაურობა თუმცა უკაცრავად მე 2 რეგიონზე გეტყვით მათ შორის სამეგრელოზე და გურიაზე სადაც ტონობით ხილი ბარდებოდა და დიახ დაახლოებით 7-დან 10 ლარამდე აბარებდნენ 1 კილოგრამ თხილს და 1 ტონას რომ მოიყვანდა ერთი ოჯახი დაახლოებით 7-1000 ლარი ქონდა შემოსავალი ხო ეს 10000 ლარი ახლა რო 2013-2014 წელს სწორედ იმ პერიოდში როდესაც ქართულში შეიძლება ხო მიშადროსაც სინადროს 12 ლარი ღირდა კარგი ახლა რაზო გამოდო იცის იმ ხალხო რამდენად აბარებდნენ 11-ში და 12-ში 9 10 და 12-იც იყო ხო რა გჭირთ ნუ შევდივართ ამ ხილი ერთ დღეში რა მოდის ხო ერთ წუთი თქვა რა გავა ხო ფარო არის პრობლემა დაიცალა სოფელიო რო იძახის გაუკვირდა რატო გაგიკვირდა კაცო გურია და სამეგრელო მაგალითად დაცალა პაროსანამ პირობითად ვამბობ თუ ერთი ადამიანი არ გადადის თურქეთში სამუშაოდ ოჯახები შიმშილობენ წავიდეთ სოფელში ერთ წუთი რო წავიდეთ სოფელი მაგალითად დასაკირაში სადაც წინაზე თქვი და ეხლაც აი გავიდეთ რამდენიმე ოჯახი პოლისქვილს როგორ კიდულობს განმადებით ეხლა ალბათ ამ განმადებასაც ვეღარ აიღებენ მოდი და გაჩვენებთ კაცო პრობლემა დაიცალა და იცლება და პრობლემა იქი ადამიანს მედიკამენტები გაძურდა? კი გაძურდა კომუნალურები გაიზარდა? კი გაიზარდა პირველადი მოხმარება გაიზარდა? კი გაიზარდა ბენზინის ფასი გაიზარდა? კი გაიზარდა სოციალური პროგრამები გაიზარდა განათლების დაფუძნება გაიზარდა ამასულები რა სოციალური პროგრამა მე როდესაც განიცდით ეხლა საფრთხეში ყოლაპარაკი და მორჩა რა რა თქმა უნდა დინა ეხლა არ ვიცი დამალუსდება რა გავიგე არ მოსწონთ მაგრამ ახლა ჩემზე უკეთესად იცის სიმართლე კაცო მე ნუ მეკამათებით ხალხო აი ხალხი ვიყურებს დამასულებენ იმათმა გაიგო რა არის თქვი და რა არის მართლა გაძვირდა ყველაფერი აქციის გადასახადი გაზარდეთ ყველაფერზე ფასმა მოიმატა ხალხო ხო და დღეს პატრული ინსპექტორია ჯარისკაცია პედაგოგია რა გაუზარდე 7 წლის განმავლობაში მითხარდა ეკონომიკა სტატისტიკაზე რო ლაპარაკობთ აიო წინა ხელისუფლების დროსო გაზომეთ ბატონო თუ მათემატიკა გინდა და გაზომვა გინდათ ერთი წუთი რას მეტყვი კაცო დამავთორებინე ჯერ 2003-2012 გაზარდეთ ეკონომიკა როგორ გაიზარდა ბიუჯეტი როგორ გაიზარდა დინამიკაში ნახეთ აი როგორ იზრდებოდა პენსია როგორ იზრდებოდა პედაგოგის კაპაციტეტი ერთი წუთი ამჯერა მაგ რაღაცა რომისელი შენ მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყავიო მე პირადად კარგი რა გავიგე ბატონ ბიძინას როგორ დამასულები და ხო ოკეი ნახეთ დინამიკას თუ სტატისტიკები გინდათ ბატონო ხალხი რომელიც გვიყურებს ფიქრობს გამოსავალს და ინგა აი 1 წუთი 30 მინდა რომ თქვა რა ამ ქვეყანაში რაზე ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ გეუბნებით თავარი ამოცანა არის
რაც მეტად გაუჭირდება და დაჩმორდება და გაბანძდება მოქალაქე. რატო? იმიტომ როცა ადამიანს შია, ვერ ფიქრობს ჩაცმაზე. აი როცა შია ფიქრობ რომ როგორ ჭამო, ხო? როცა ტასასმე ჩაიცევ და საჭმელიც გაქვს. მე ფიქრობ რა ტელეფონი გეჭიროს. მე ფიქრობ როგორ ერთი წუთი რა, ერთი წუთი ანდრია. გავიგე არ მინდოდა რომ გადმოსულა ანალიტიკოსი ვარ რომ მიძახი. შემოსავალი რამდენი გაქვს ერთი გრანტებიდან ხო არ იტყვი? საიდან გებულობ შემოსავალს? მითხარი. მოუყავი. რამდენი? 1500 1500 ლარი და 240 რომ უნდა იცხოვრონ მოქალაქეებმა ამას აправებ? არა მე არა ჩვენი შემოსავლები საიდან გაგვი გრანტი? არა მე ეჭვ შეიძლება მქონდეს საიდან გეტყვი არ მინდა არ ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე გაგანკალებს არ მაგასამალი არაფერი ბიძინა ივანიშვილის ბიძინა მეცენატია ხო? როგორ არის ბიძინა ივანიშვილზე? ვიტყვით ვარა ინთები და დამასრულები და დამშვიდი. მე არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა სხვაგანაც მუშაობ და შესაბამისად მაცო ჯანი მოგწეს ოღონდ და ბიძინაზე რო გაგანკალებს დამშვიდი. თუ გინდა ყველაფერს გეტყვი საიდან როგორ მაქვს შემოსავალი არ მინდა კაც ვარ მაინტერესებს არა რაღაცას მეკითხები გონია აი ბიძინაზე ნუ გაგიგები შემოსავალი არ მინდა რა არა ნუ რა უნდა აბა ეხლა რას მეკითხები ვერ გავიგე გამაგზე დამასრულებინე რა რა უნდა მე ჩემი ეხლა რატო აპრავებ მაგას ბიძინაზე რატო აი აგრესიული რომ მე აუ მეცენატია აუ 100 მილიონი აჭუ ვის რა აჭუკა გააღარიბა ხალხი წამოდი და განახე იცინე და მაყურებელს დაენახე არა მაყურებელს დავენახე კი არა მე ვარ არასდროც საუბარი ამ გაჭირვებ სამხრივად საუბარი აი ამ გაჭირვებული სამხრივად რა გითხარ დაუშვათ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა მაგალითად მეორე ვარიანტი თქვენ გიდათ რომ თქვათ რომ აი 2 ლარი და 40 წუთი არის საკმარისი შოუ მოაწყო მოდი მოგცემ აბა თუ წავა გზაში თუ გეყოფა გინდა შოუ მოაწყო ეხლა გეყოფა გზაში გეყოფა გზაში ანდრია გეყოფა ძალიან მაგარი ხარ ძალიან გეყოფა არა მაგას არავინ არ იძახის 2 ლარი და 40 ხალხი უკეთესად ცხოვრობს 2 ლარი და 40 მაგას არავინ არ იძახის უკეთესად ცხოვრობს არ იძახი უმუშავრობა ისტორიული ნომერ მარტო ცხენია და რას ჯერეთი რას ცხენია ხმას დაუწიე ჯერეთი აბა თუ გეყოფა წაიღე ხმას დაუწიე წაიღე აბა თუ ხმას დაუწიე მოდით არა მართლა ყველაფერზე ბიძინას გაიგებ და დაგცხება ეგრევე უგეშინია მოგცემე გრანტებს კიდე რაღაცა შეიძლება ნორმალურად ვილაპარაკე ყველა ადამიანს აქვს უფლება კონდეს ის რეაქცია რაც მას დაუწია სახელზე მომენაძე და მომავალში რასაპირებენ ეს უთხრა ხალხს ინგა რა მომავალში რასაპირებენ ეს აგრძელებ კაია დიდი მადლობა გადავდივარ ანდრიასთან შემდეგ ლევან სამუშიასთან და ირაკლისთან გისმენთ ანდრია ალბათ გინდათ რაღაც პასუხის არა ნუ ეხლა ხაბეშუმა როგორც შვევია ხოლმე მოაწყო აქ შოუ და ნუ ეხლა მისი პროფესია არის ხა ის რომ რაღაცები შემოიტანო შოუს ელემენტები და დაამზინოს პროფესია ვიცი რომ არის ბიზნეს ადვოკატობა მე ბიზნესზე გაჟრიალე მეგობრებო ხალხი მარტო მე კი არა ხალხი ყველა მიცის კაცო როგორც კი ბიზნეს ახსენებ ეგრევე შრუატელი გივლი გისმენთ ეგრევე აინთები მოდი მე დავსვამ როგორც კვირიკაშისაც ისევე აპრავებდი როცა რა იგივენაირად აპრავებდი იმ ხალხს რომ აი არ ვიცი რა ყველა ჯერზე სოცა ეთერში ვზივარ არც ერთი განცხადება არც სადა რას მეკითხებოდი რას აჯარო ფრაზა არ არსებობს ისეთი რომელსაც ხელმეორედ ხელს არ მოვაწერ ეხლა აქვე არც ერთი განცხადება არ არსებობს მეგობრებო მომისმინეთ და არ მწხვენია სხვათა შორის არ შეგვიძლია ძალიან ცოტა დრო თქვენთან რატო შეგვიძლია განცხადება ანდრია ლევან ძალიან გთხოვ მე რომელი განცხადება გთხოვ მე რა ვიცი შეიძლება ლაპარაკობ ჯერ ნაციონალურ მოძრაობასთან ხალხა ის აქვს ხვენია და ეხლა რაღაცების კარგით მოდით ანდრია მე მიპასუხებ შემდეგ ლევან სამუშიასთან მურუსიძეს რო აპრავებ ეხლა აქ ხვენია და მაგ ვინ აწავებს მე არასოდეს არ მურუსიძე კაი ბიჭია თქო და ნაციონალურ მოძრაობაში თუ არ იმ პარტიამ შექმნა 2003-დან 2012 წლამდე ქვეყანა ანალიტიკოსი ვარ რო იცახე არის ის სტატისტიკები მათემატიკა არის 3 და 12 ვერ დათვალე შექმნით 2012 წლამდე ქვეყანა სადაც ადამიანის უფლებები სიტყვის თავისუფლება გამოხატვის ეხლა ხო არის წინ ეხლა ხო არის რა ტერორში კაცი აგებდა თუ ბიზნესმენი გეუნებ პასუხიანი ანალიტიკოსი კი არის აკირებული რომელმაც მეორე საქციები მიიღო მაშინ იმაში რა ქვია ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ არც ერთი ფართო მასშტაბიანი აქცია არ ყოფილა ამიტომ ლევან სამუშიასთან გადავდივარ ეხლა რა შანსი აქვს ამ ეს არის ჩემი ბოლოკი ეგ არის თქვენი საპროტესტო ტალღა ეგ არის თქვენი მუშაობა ეგ არის თქვენი შიმშილი ეგ არის თქვენი გაჭირვება ვიდი ელაპარაკე ხალხს
საზოგადოებაში. მართლა რა გიქნა და რას დაგამსგავსა და ნიკა გვარამიანის სააკაშვილის ინტერვიუს უყურე. რუსთავ ვიორზე რომ გავიდა და ნიკა გვარამიანი. აი, ეხლა რამე გაიგო რამე. ძალიან კარგი შეკითხვა დაუსვა რომ აიო საპროტესტო მუხტიო არ არსებობს ქვეყანაშიო და რა არის ამის მიზეზი ხო არ იცით და ძალიან მაგარი რაღაც არის ხა სააკაშვილმა მაგას რა თქმა უნდა პასუხი არის და არ უპასუხა ამ შეკითხვას მაგრამ მე მაქვს ამაზე პასუხი სააკაშვილის დროს როდესაც ჩვენ გვახსოვს დარბეული მიტინგები დარბეული აქციები ძალიან ბევრი პერმანენტული აქცია გამართული აქციები და რაღაცეები ამისი ყველა გამომწვევი მიზეზი იყო სწორედ ის რაც ლევან ხაბაძეზე ილაპარაკეთ ეს ლაპარაკობთ 2.40 წელი როა შეურაცხყოფილი მაგას აბრალებ მაგას არაფრის უფლება არ ქონდათ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელილი იყო მედია არ იყო დამოუკიდებელი სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა ეხლა ხო ყველაფერი სულ თქვა არ შეეძლოდა მაგიტომ იცი რომ ტელევიზიაში იცი რომ ტელევიზიაში მიიღეთ და იცი რომ ტელევიზიაში თავობა ბანკი არ ყარო აი ამ ტელევიზიის გაჩუმებას საპროტესტო მინისტრი არ არის დღეს ქვეყანაში არა მაგას როგორ დაიჯერეთ ეხლა შენ არა აი შენ გეკითხები იგივე აი გეკითხები რატო არ არის საპროტესტო არა ამაზე ეხა არა რატო ხო მარტო გეკითხე გაჭირვება არ არის აი სააკაშვილს ხო კითხო არამედ სააკაშვილს ვერ უპასუხა ამ შეკითხვას იმიტომ რომ ამაზე გაჭირვება არ არის ხალხი ბედნიერი მეგობრებო ეხა იძულებული ვარ რომ ხმას აუწიო და თუ საზოგადოებას არ შეუძლებს თქვა და ასე შემდეგ როგორც თქვენ სიტუაციას რატო არ არის ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ვინმე ამიხსნეს დიდი მადლობა ანდრია ლევან გაძლევთ ერთი დღით ვერ გამოვყავთ აქციაზე ერთი დღით მე მაქვს ასეთი კითხვა აი ამ რეალობის პირობებში ამ სიღარიბის უმუშევრობის ამ სტატისტიკის თქვენ რაც ბრძანეთ გურუსიძის სამართლიანობის თუ უსამართლობის პირობებში რას უწინასწარმეტყველებთ რა პროგნოზს გააკეთებთ გამარჯვების რა შანსი ექნება ხელისუფლებას რომელიც აცხადებს რომ 20-20 უნდა მოიგოს ხო 20-20 ხელისუფლება რო ვერ მოიგებს ამაში ძალიან დარწმუნებული ვარ ხოლო რაც შეეხება ბატონ ერაკლი ბრძანა საპროტესტო მუხტიო საპროტესტო მუხტის გარეშე საპროტესტო მუხტი ძალიან დიდია ხალხში ძალიან დიდი უსამართლობაა არსად არ წასულა უსამართლობა უბრალოდ შემდგომი 26 მაისები უნდა ავიცილოთ თავიდან და 7 ნოემბრებით რომ ის ხალხი ვინც მაგ ყველაფერში მონაწილეობდა არსად არ წასულა კარგად ვიცი ის შემსრულებლები იქვე იქ აყავთ ხელის ბიჭები ყველაფერზე წამსრულები არიან მე გეტყვით თუნდაც უსამართლობა საიდან მოდის ჩამოგიტყვით ათობით გამოუძიებელ საქმეებს რომლებზეც გამოძიება მიდის ხო დღეის მდგომარეობით აი თუნდაც მაჩალიკაშვილის საქმე აიღეთ რომელსაც საერთოდ ისტორიული პრეცედენტიც არ აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოში პირდაპირ ეთერში ვნახეთ როდესაც საგამოძიებო კომისიაზე სარალიძის საქმის ამ შემთხვევაში გამყალბებლები წარმოდგენ ხო ვინმე მოსთხოვა პასუხი არავინ არ მოსთხოვა პასუხი ციხეებში რაც ხდებოდა იმაზე ზედამხედველი პროკურორები სად არიან იცით ყველანი დაწინაურებული არიან მუხტალის საქმე ადამიანს დედაქალაქში მე შოკი ბოდიშით აი ტომარა ჩამოაგეს თავს და მოიპარეს ხო მთელი ევროპა ამაზე გვიკიჟინებს პასუხი არ არის კითხვაზე რატიანის საქმეს ქალბატონო ინგა თქვენთან აპრავებდა შინაგან საქმეთა მინისტრი რა მესიჯი გაუგზავნა იცით შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებს მაგრამ ბევრი კეთილშობილი წესიერი პოლიციელია იმედია მაგას არ გააკეთებენ მაგრამ არა უშავთ ცემეთო ეს მოსულაო იმან თუ შეგაგინათო ცემა მოსულაო ადამიანის სახსალამათი შევიდა და ნაცემ ნაბეგვი გამოუშვეს და იმას აკიდეს კიდე პასუხისმგებლობა ქვეყანაში არ არის სამართალი დღეს უბრალოდ დავასრულებ მე ვიცი რომ მეტი დრო არ მექნება ვენეციის ნახევარი წუთი მინდა რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მოვიდა დღეს პირდაპირ თავზე გადაახია ვენეციის კომისია პარლამენტს სადაც მე ვიჯექი გუშინ ჩემი პარტიის წევრები ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ერთ-ერთში იმავეს ვეუბნებოდით რაც ვენეციის კომისიამ თქვა და დღეს რა უცად იცით ვენეციის კომისიამ მთავრობას ნახევარი დაამტკიცე თქვენ საწყლემო ნახევარი არ დაამტკიცოთ ქვეყანას ნუ დაღუპავთ დიდი მადლობა აი ამაზეა საუბარი მეტი არაფერი არა შანსი თქვი საარჩევნო ციკლში ვართ ახლა ხო შესული სიღარიბე გაჭირვება რამდენი ლარია 261 ლარია თუ 361 აი ამ რეალობის გათვალისწინებით რა შანსები აქვს ამ ხელისუფლებას ისევ იყოს უმრავლესობაში დიდი ხანი ვცდილობდი რომ ლევანეზე ერთ წუთში უნდა ჩაეტიო ჩავეტიო თუ მაქსიმალურად ვცდილობ ხმა რომ მიღია და უსმენდი ყოველთვის კარგად ის რომ მე არა ვარ
ლევან მახსენა გაძვირება მედიკამენტი. კი ბატონო, გეთახმებით ბატონო, ლევან გაძვირდა ძალიან ცუდი მედიკამენტი, მაგრამ ამას გაგრძელება აქვს ერთი ის, რომ ჩვენ ვართ ახლა ამ წუთას იმ ქვეყანაში, სადაც შეგვიძლია მოხუცებული მივიდეს შულტირება, რომელიც ჯდება 25000 გაუკეთოს სახელმწიფო. კორონაროგრაფია გაუკეთოს სახელმწიფო. 50000 ადამიანი, რომელსაც ქალბატონებთან დღეს უნდა გაეყიდა სახლები, ანუ 80000 евро უნდა გადაეყადა ცეხეპარიდან დაკავშირებით. ის ადამიანები არიან მორჩენილები. ეს ყველაფერი სახელმწიფო წასვლა მინიმუმ 4 მილიარდი ლარი არის. აი ესეთი ჯანდავის პროგრამა. ცეხეპარდი სახელმწიფო ფინანსებს? დიახ, ცეხეპარდი სახელმწიფო თანხით, დიახ. აქედან გამომდინარე, კიდევ გაგრძელება ქალბატონები ყველაზე მთავარი რა. ადამიანი შედიხარ საავადმყოფოში და იქიდან არ გაგდებიან, იმიტომ რომ არ გაქვს 5 ლარიანი დაზღვევა, რომლითაც შენ მხოლოდ და მხოლოდ ანალიზი შეგიძლია აიღო. მე ამით არ ვიძახი იმას, რომ ქვეყანა შეიძლება მდგომარეობა ნორმა უკეთესი, უпросто კარგი მდგომარეობა, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ თუ რაღაცა იზრდება, ბუნებრივ ამათაც შედარებით კიდე მეორე ალტერნატივა უნდა ავიღოთ ის, რაც მართლა არსებობს რა. და არა თქვა ის, რაც მოგონილია. ანდრია, ხომ არ გინდათ რაიმეს დამატება, ისე მიხურებდა. კარგი. წეგან ხო ლაპარაკობდი ადამიანის უფლებებზე, უთხარია ბო? და ლევანის მინდა გითხრა როგორ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ვერ გავიგე პროდიუსერი რაღაცას მეუბნება ეხლა კარგით მეგობრებო ანდრია კარგით არ გვინდა ამ ტონალობა გავდივარ მოკლედ რეკლამაზე რეკლამის შემდეგ უკვე მოგიყვება ანა ახალაია რა განცხადება გაკეთდა პანორამას მშენებლობაზე ჩამოვარდნილი მუშების შესახებ იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები გამოდიან ამ წამს ძალიან გთხოვთ შვიდად კულტურული ადამიანები ხართ კარგი გავედით რეკლამაზე უბრუნდებით ამბავს, რომლითაც გავხსენით ჩვენი დღევანდელი გადაცემა პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშის თაობაზე ანა ახალაია შემოგვიერთდება ეხლა პირდაპირ ეთერში რამდენადაც ვიცი უკვე დაასრულეს იქ პირველადი დათვალიერება შრომითი ინსპექციის წარმომადგენლებმა ანა რას მოუყვები მაყურებელს ინგა შრომითი ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს ობიექტი, ჩემს გვერდით იმყოფება ახლა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში მოგვიყვება იმას თუ რა შეამოწმეს ამ სამსახურის წარმომადგენლებმა, რა დარღვევები აღმოაჩინეთ თქვენ რომ გითხრათ და მე ვეთქვი მაყურებელს რომ როგორც თქვენგან შევიტყვეთ, თქვენ ისეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. როგორც უკვე აღნიშნა, შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევის პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს, ესე იგი, როგორც ვიზუალურად დათვალიერებას ობიექტის, ასევე დოკუმენტურად ყველა იმ ვალდებულებების შეფასებას, თუ რამდენად ხდება კომპანიის მხრიდან სისტემური მიდგომები შრომის საფრთხეების საკითხებზე და ვინაიდან მსგავსი ინციდენტი უკვე მოხდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სიმაღლეზე სამუშაოები ხვალდილიდან შესაძლო თუ არსებული დარღვევები, რომელიც ობიექტზე არსებობდეს ახლა როგორც მოგესალმებით. ხარვეზები რა აღმოაჩინეთ ესეც რომ მოგვიყვეთ და ასევე ვიცით რომ დღეს პირველად მოხდა შრომის ინსპექციის მხრიდან ამ ობიექტის შემოწმება. სად იყავით აქამდე? თქვენ როგორც მოგესალმებათ, შრომის ინსპექციის მანდატი სულ რამდენიმე თვეა განისაზღვრა, ესე იგი შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ჩვენ პრიორიტეტების მიხედვით ვახორციელებთ ობიექტების შემოწმებას შესაბამისად გულისხმობ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს, საკმაოდ ახალია როგორც ასეთი შრომის ინსპექციის ინსტიტუტი საქართველოში, ამიტომ ეტაპობრივად ვახორციელებთ ამ შემოწმებებს, რაც შეეხება დარღვევებს, სიმაღლეზე შესაძლოებელ სამუშაოებს აქვს მისი სპეციფიკა. ეხლა კონკრეტიკაზე რომ ვისაუბროთ, ჭირდება დეტალურად შესწავლა ყველა იმ პროცესის, ვინაიდან ვართ ადმინისტრაციული ორგანო და ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებები, ესე იგი, უნდა იყოს სუსტად შეფასებული. ხუთი არ ეკეთათ, არ იყვნენ შესაბამისად აღჭურვილი. ვითვალისწინეთ, ჩვენ იქ არსებობს სხვადასხვა მოთხოვნები ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რომელიც უნდა დაიცვას სამშენებლო ობიექტმა. აქ იყო ქვეკონტრაქტორი კომპანია, ასევე რომელიც უშუალოდ ახორციელებდა სამუშაოებს, ამიტომ ალბათ დეტალურად ვისაუბრებთ მას შემდგომ რაც მადლობა. პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება სავარაუდოდ ბუნებრივად. გამოძიების პროცესში დადგინდება. დიდი მადლობა. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძეს, როგორც მოისმინეთ, შრომის ინსპექციამ დაახლოებით 2 საათნახევრიანი შემოწმების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ობიექტზე, ანუ პანორამა თბილისის მშენებლობა დროებით შეჩერდეს. დიდი მადლობა ანა, უფრო ცლად და დეტალურად უკვე ჩვენს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოუყვებით მაყურებელს. ეს იყო ანა ახალაია, აქვე გემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ერთმანეთს ხვდებით ხუთშაბათს, საღამოს 8-ზე მთავარი თემებით ნახვამდის.
პაკეტი ხოდა ჯანმრთელობის, რომელიც მომიხსნეს. მოვიდა სასაკეთო